მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. შესავალში ვიტყვი, რომ აღნიშნული პრესკონფერენცია ტარდება მთავრობის ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის. მე გამოვაცხადებ რიგითობას და ამ რიგითობის მიხედვით ჟურნალისტები მიკროფონთან დასვათ შეკითხვებს. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება ტელეკომპანია იმედი, სააგენტო ინტერპრეს ნიუსი, ტელეკომპანია რუსთავი 2, სააგენტო პირველი და პირველი არხი ტელეკომპანია. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მე მზად ვარ პასუხი გავცე დეტალური თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. ახლა დავიწყოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენად მომზადებული ხდება 19 აპრილის აქციას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს დაგეგმილი. დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ აქციაზე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ტიპის პროვოკაცია და ამას გეგმავენ თავად ნაციონალები. ეს დაიბეჭდა პრესაში, მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ტიპის გეგმა, მით უმეტეს რომ ჩვენ წინ მქონდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები, სადაც მუდმივად იყო აპელირება იმაზე, რომ თქვენ თავი ვერ გაართვით დაკისრებულ მოვალეობას, იქ არ იყო წესრიგი და ასე შემდეგ. გეგმა, რომლითაც დაცული იქნება აქციის მონაწილეობის უსაფრთხოება და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების უსაფრთხოება. პირველ რიგში რამინდოდა მეთქვა, რომ მე ვფიქრობ, ძალიან გაზვიადებულა ზოგადად წარმოდგენა 19 აპრილის აქციის, ეგრეთ წოდებული აქციის თაობაზე. მე უბრალოდ არ მესმის რისი მოლოდინი აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მიუხედავად ვინ ატარებს ამ აქციას, ვინ ჩაატარებს, ჩვენ დავიცავთ წესრიგს, ისეც როგორიც არის მისაღები და თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს იქნება თავშივე აღკვეთილი და ყველა პროვოკატორი იქნება დასჯილი. ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას გავუსწორდებით და გავუმკლავდებით შესაბამისად. ლელა ბაღდავაძე, სააგენტო ინტერპრეს ნიუსი, რადიო და ტv პალიტრა. ჩემი შეკითხვა შეეხება 112-ს, როგორც ცნობილია. საქართველოს მოსახლეობას გარკვეული ოდენობის თანხა ეჭრება სატელეფონო ანგარიშიდან ყოველთვიურად ამ სამსახურის დაფინანსებისთვის. მე მაინტერესებს, ხომ არ შეიცვლება ახალი ხელისუფლების პირობებში ამ სამსახურის დაფინანსების წესი და ძალიან საინტერესოა თვის განმავლობაში რა რაოდენობის თანხების აკუმულირება ხდება ამ სამსახურის ანგარიშზე და საკმარისია თუ არა ის 112-ის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. მე მინდა ამას დაკავშირებით მოკლე განმარტება გავაკეთო. ის რომ 112-ის მომსახურება არის ფასიანი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, ეს არის მიღებული პრაქტიკა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მათ შორის შეგვიძლია მაგალითად მოგიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატები. დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არის 112-ის მომსახურების საფასური. ეს დადგენილება და განხდის პრინციპი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ ზოგადად მომსახურება 112-ის მომსახურება და სერვისი ფიქრობ, რომ არის ძალიან ეფექტური და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი ფორმა. ეკაგაგოა რუსთავი 2, მე მინდა გითხოთ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ გაქვთ ინფორმაცია, გაიზარდა თუ არა კრიმინალი ამნისტიის შემდეგ და თქვენ ასევე ისაუბრეთ ახალ სისტემაზე აღრიცხვის გუშინ იყო ამასთან დაკავშირებით. საუბარი უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რაში მდგომარეობს ეს სიახლე და დაახლოებით როდისთვის გვექნება ზუსტი სტატისტიკა. ძალიან კარგი შეკითხვა უბრალოდ. მე გუშინ ვისაუბრე ამას დაკავშირებით. მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო თქვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანთა ნაწილი ცდილობს მიზანმიმართულად წარმოაჩინოს ქვეყანაში ისეთი ვითარება, თითქოს აკრიმინოგენული სიტუაცია არის ძალიან დაძაბული, უკიდურესად დაძაბული, რომ ქვეყანაში არის გაუსაძლისი ვითარება და გუშინ მე მოვისმენ მაგალითად იგივე გია ბარამანიძე ამბობდა, რომ მშობლები მოუწოდებენ შვილებს არ გავიდნენ სახლიდან და მსგავსი რაღაც ძალიან მუქი ფერებით დახატული ბრჭყალებში რეალობა. ეს რა თქმა უნდა სასაცილო არის, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ არ ღირს. მე მგონი მოსახლეობა ძალიან კარგად იცის თუ რა ხდება. ის განწყობა, ის განცდა, რომ თითქოს რაღაც დაიძაბა, შეიძლება იყოს განპირობებული მით, რომ ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო ამნისტიის შედეგად გამოვიდა დაახლოებით 8000 ადამიანი ციხიდან. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყარებული 2000 ადამიანი, მათ შორის არიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებიც, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მე როგორც მინისტრი ვარ პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და მართავთ, ასე რომ ის ხმები, რომ თითქოს დაიძაბა სიტუაცია გართულდა, ეს არის აბსოლუტურად აბსურდული და ეს არის გადაჭარბებული. ძალიან რბილად რომ ვთქვათ. მე შემიძლია ისეთ დავამატო, რომ ოქტომბრის თვეში და ნოემბერში იყო გარკვეული მატება
მე გულისხმობ ძრომა ქურდობებს, მაგრამ დეკემბრიდან მოყოლებული თვითონ გახსნადობის პროცენტულობა საგრძნობლად იმატა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სრულად ვფლობთ სიტუაციას მთელ საქართველოში. მე აქვე მინდა ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანო. იმისაც რომ შედარება გავაკეთოთ ერთად და მათ შორის საზოგადოებამაც რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის, ავიღოთ ბოლო 2 თვე, იანვარი-თებერვალი. 2007 წელი გავიხსენოთ იანვრის თვე. დანაშაულის საერთო რაოდენობა იანვრის თვეში შეადგენდა 5200. ზუსტად გეტყვით 5181. 2013 წელს ეს შეადგენდა 3900. თებერვალში 2007 წელს 5300 შეადგენდა, ხოლო ახლა 3800. შემიძლია გავყვე უბრალოდ 8 წელს 3900, 4600 თებერვალის თვეში მაგალითად. 2009 წელს იყო 4000, ანუ იმაზე მეტი ვიდრე გვაქვს ჩვენ ახლა. 2010-ში და 2011-ში არის შედარებით სტაბილური, გაუმჯობესება გვაქვს სერიოზული. ასე რომ თქვენ ალბათ ნათლად ხედავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თქვენ თუ აიღებთ შესაძლებლად გასულ წლებს, ძალიან დიდ სხვაობას ვერ ნახავთ. თავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არც ერთ დანაშაულს არ ვმალავთ. და ხელს არ ვაფარებთ არც ერთ დანაშაულს. ჩემი დავალება არის, რომ ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის დანაშაული იქნება, უნდა იქნას დარეგისტრირებული და ყველა დანაშაულზე მოვახდინოთ რეაგირება. ეს არის ჩემი მტკიცე პოზიცია. და ეს დავალება აქვს, ეს პოლიტიკა გვაქვს ჩვენ სამინისტროში. მანამდე როგორ ხდებოდა თუნდაც დანაშაულის გაშუქება, ჩვენ კარგად ვიცით. თქვენ ხართ მედიის წარმომადგენლები, ძალიან კარგად იცით, როგორ ხდებოდა დანაშაულის სელექცირება, შერჩევა და მათი გაშუქება. ჩვენ არ ვმალავთ არავითარ არც ერთ ინფორმაციას, ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი და ვაწარმოებთ აბსოლუტურად ღია გამჭვირვალე პოლიტიკას და საქმიანობას. ანუ ის მონაცემები, რაც მე ახლა წარმოგიდგინეთ, ვფიქრობ, იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობას პირველ რიგში მიეცეს რეალური სურათის დანახვის საშუალება. ფაქტიურად 40-50%, 60% მეტი იყო 2007-2008-2009 წლებში. წელს გვაქვს და რასთავარია, ჩვენ გვაქვს კლება, სერიოზული კლება, თუ ავიღოთ ჩვენ ოქტომბრის თვეს და ჩამოვოთ იანვარ-თებერვალს. ჩვენ გვაქვს სერიოზული კლება, ამასთან ერთად მე მინდა აღვნიშნო, რომ გახსნადობის მაჩვენებელი არის საგრძნობლად მომატებული. მე გუშინ ვთქვი, რომ თვის ბოლოს ჩვენ წარმოგიდგენთ რეალურ დაზუსტებულ საბოლოო სტატისტიკას და ჩვენ ყველანი ერთად დავრწმუნდებით, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, ყოველთვის მოხდება. ჩვენ ამის პრევენცია, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, ისე რომ დანაშაული საერთოდ არ ხდებოდეს, ეს არის გამორიცხული, ეს არის ტყუილი. დანაშაული ხდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ძალიან წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დანაშაული ყოველდღე ხდება. თავარია ის, რომ ჩვენ დანაშაული, ზოგადად კრიმინალური სიტუაცია მართოთ ქვეყანაში და არ მოხდეს მისი გაუარესება. და მე გპასუხობთ, რომ ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება ამ მართულებით. კიდევ ერთხელ მე მინდა მოვუწოდო ყველას, იქნება ეს უმცირესობა, უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. ჩვენ ვმსახურებით ყველას. და ვმსახურებით ხალხს და ქვეყანას ვმსახურებით. რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ გახდეს სპეკულირების საგანი. იქნება ეს კრიმინალური სიტუაცია, იქნება ეს სხვა რეგიონში არსებული ვითარება თუ სხვა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, გასულ წლებში არსებული მეთოდოლოგია არ იყო ზუსტი, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ზუსტი მონაცემები მიგვეღო. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეხვეწა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტატისტიკის დათვლის გამოყვანის მეთოდოლოგია. ამას დაკავშირებით მე ვფიქრობ, უარი გვარიგნებოთ თუ თვის ბოლოს ჩავატარებთ მოკლე ბრიფინგს, პრესკონფერენციას და ჩვენ უკვე დეტალურად განგიმარტავდით თუ რა შევცვალეთ ამ მიმართულებით. და ასევე წარმოგიდგენთ სტატისტიკას. აქვე მინდა შევეხო კიდევ ერთხელ ამნისტიის შედეგად გამოსულ 8000 ადამიანს, ამას დამატებული 2000 ადამიანი შეწყალებული პირი, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული
ანუ ჯამში გვაქვს დაახლოებით 10,000 ადამიანი ციხიდან გამოშვებული. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე არ ვიცი უბრალოდ საიდან მოაქვთ ეს არარეალური აბსოლუტურ ფაქტებზე მოგონილი ასე ვთქვათ რაღაც ხმებზე და ჭორებს დაფსუნებული ხმები, მე გულისხმობ გუშინ პარლამენტში ვიყავი და გია ბარამეცგან მოვისმინე რომ რაღაც თურმე საშინელება ხდება ქვეყანაში. მე მგონი ისინი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, ან უბრალოდ სურთ რომ მოსახლეობას დაანახონ, მიზანი მართულია ეს, ჩემი აზრით. ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ქვეყანაში საშინელებები ხდება და იგივე განცხადებები მოვისმენთ ჩვენ სხვა წარმომადგენლებისგან. ძალიან სამწუხაროა, კიდევ ვიმეორებ, როდესაც ქვეყანაში ხდება ისეთ თემის სპეკულირებას, როგორც არის უსაფრთხოება, როგორც არის რეგიონში უსაფრთხოება, იგივე ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სამცხე ჯავახეთთან დაკავშირებით განცხადებები, შემდეგ შემოგთავაზეს ცილვა დახმარება კონსტატაციები, ჩვენ არ გვჭირდება მათი დახმარება კონსტატაციები. ჩვენ აქეთ დავეხმარებით სათანადოდ, ჩემი კოლეგებიც მზად არიან, იქნება ეს თავარი პროკურორი თუ სხვებიც. საინფორმაციო სააგენტო პირველი ნათია რუხაძე. ბატონო ირაკლი, ჩემი შეკითხვა შეეხება გუშინ ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში მორიგ შეხვედრას, როგორც იყო დაანონსებული ქართული მხარე მასზე ცხინვალის რეგიონში გაჩენილი მავთულ ხლართების ინსტალაციის საკითხის დაყენებას აპირებდა. თუ ისაუბრეთ ამ თემაზე და რა პასუხი იყო მათგან? ესაც ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი. ეს თემაც გახადეს დაატეხეს აჟიოტაჟი. ჩვენ მოვისმენთ მე მგონი ერთ-ერთი გუბერნატორის გამოსვლა, თქვეს რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თურმე მალავს ამ ფაქტს. მე მინდა მათ შევახსენო, რომ ეს პროცესი დაწყებული არის 1 წლის წინ. ეს არ დაწყებულა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უნდა ეყოთ უბრალოდ გნებავთ ვაჟკაცობა, გნებავთ გამბედაობა, არ ვიცი კიდევ რა დავარქვა მასეთ საქციელს და თქვენ სიმართლე, ერთხელ მაინც თქვენ სიმართლე. ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს. ესაც იყო ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ამას ვმალავთ. პირიქით, ჩვენ ამას მუშაობთ, ჩვენ დაწყებულობს მუშაობა. მე პირადად შევხვდი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, მე მათ უშუალოდ მიმართე ჩავაყენე საქმის კურსში. ბუნებრივია რომ მათიც იცოდნენ, რომ ეს პროცესი დაწყებული 1 წლის წინ და არის დაწყებულა 2 კვირის წინ, როგორც ეს განაცხადეს და საზოგადო კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანეს, უბრალოდ ცდელობა ქონდა, იმიტომ რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად დაინახა რეალობა. და სწორედ ამიტომ მიიღეს მათ გადაწყვეტილება და ხმა მისცეს ქართულ ოცნებას. ასე რომ ამ მართლობრივ ჩვენ მუშაობთ, ვაგრძელებთ მუშაობას და გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი შეჩერდება. ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორები და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აქტიურად გვეხმარებიან. რატომ ჯირის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბატონო მინისტრო, თქვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ რთულ მდგომარეობაზე რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკურად უმცირესობების დასახლებულში. თქვენ ახსენეთ, რომ ჩახალიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები თქვენს გაქვთ და გუშინ პარლამენტში ასევე თქვით, რომ ვითარებას აკონტროლებთ. ანუ არის იქ რეალურად რაიმე საფრთხის შემცველი, რასაც აკონტროლებთ, თუ უბრალოდ პრევენციის მიზნით აკონტროლებთ? აბსოლუტურად არავითარი საფრთხე არ არსებობს, მე მინდა განვაცხადო ღიად. არავითარი საფრთხე სამცხე ჯავახეთში არ არსებობს. არავითარი საშიშროება არ გვაქვს. ეს არის გაზვიადებული ტყუილი. ეს არის ჩემი პასუხი. კითხვები რომელიც თქვენ გქონდათ ჩახალიანზე, არა მხოლოდ ჩახალიანს მე ვახსენე რომ იმ სიაში იყო რამდენიმე პირი რომელთან დაკავშირებით ჩვენ გქონდა კითხვები რა ჩვენ გადავუგზავნეთ პარლამენტს. მე აღარ მინდა გავამეორებ მაშინ, თუმცა შემიძლია დავაკონკრეტო რომ მოხდა ის რაც მოხდა და ახლა 5 ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენ გქონდა შეკითხვები, მაგრამ ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ სამსახურო წიაში, მაგრამ პარლამენტს გქონდა ძალიან შეზღუდული ვადა, სამსახურო ძალიან დაჩქარებულად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აი ეს არის ძირითადად. შემდეგი 5 ეული ასე გამოიყურება გაზეთი ვერსია, ტელეკომპანია მაესტრო, ტელეკომპანია მეცხრე, ტელეკომპანია კავკასია, ტელეკომპანია ობიექტივი. გაზეთი ვერსია ჟურნალისტი რუსუდან შელია. ბატონო ირაკლი, ვრცელდება ინფორმაცია, უბრალოდ მონაცემები, რომ გაზრდილია პატრულის მხრიდან ჯარიმების გამოწერის სტატისტიკა. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? ისინი ამბობენ, რომ თქვენს უშუალო დავალებას ასრულებენ, თუ უბრალოდ გაზრდილია თქვენს დავალებას ასრულებენ პატრულის თანამშრომლები, თუ უბრალოდ გაზრდილია დარღვევების სტატისტიკა. ჩემი დავალება არის შემდეგი, რომ მათ მოახდინონ რეაგირება დანაშაულზე, დარღვევებზე,
ის რომ საჭესთან ღვეც არ ატარებს ეს თუ ის მძღოლი, ის რა თქმა უნდა ის უნდა დაჯარიმდეს. ეს არის ჩემი პოზიცია. ეს არის ჩემი დავალება, გნებავთ, დავალებად მიიღეთ, მაგრამ ეს არის ის, რაც ისეა ძალიან კარგად იციან პატრულის თანამშრომლებმა. იქნება ეს დაბურული შუშებით სიარული, თუ სხვა სამართო დარღვევები. მიმაჩნია რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ჩვენ სხვანაირად წესრიგს ვერ დავამყარებთ საზოგადოებაში. ზოგადად ქართული ხალხი არის წესრიგის მოყვარული, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ ჩარჩოები და უნდა ვაჩვენოთ მიმართულება და სწორი გზა. ჩვენ უბრალოდ ამ ადამიანებს, ამ მძღოლებს ვაჩვენებთ სწორ გზას. ასე რომ მე ამაში უჩვეულს ვერც ვერ ხედავ. პატრული ძალიან ეფექტურად მუშაობს, მე მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მათ აქედან. ძალიან ეფექტურად ახდენენ რეაგირებას ასეთ ტიპის დანაშაულზე, უკაცრავად დარღვევებზე და ვფიქრობ, რომ ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. დიდი მადლობა. რასთავარია, ყველაზე დიდი განსხვავება არის ის, რომ პატრულის თანამშრომლები უსამართლოდ არ აჯარიმებენ მოქალაქეებს. ჩემი დავალება არის ის, რომ უსამართლოდ არავინ არ დააჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავდებთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს. ჩვენ არ ვარჩევთ, იქნება ეს ხელისუფლების მომხრე, მოწინააღმდეგე. ჩვენ ვემსახურებით ყველას აბსოლუტურად ვემყრობით თანაბრად. მე ადრე მოგიღებთ ერთ ისტორია, როდესაც სწავლობდი მე საფრანგეთში. იქ გავიგე, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დააჯარიმა, გააჩერა პოლიციამ, დააჯარიმა. და ყოველთვის ვოცნებოდი ისეთ პოლიციაზე, რომელიც დააჯარიმებდა ამა თუ იმ მინისტრს. და მე ადრე გითხარით, რომ ასეთი მინისტრები ჩვენ ცხოვრებაში ყავს, რომელიც უკვე დაჯარიმდნენ პატრულის მიერ. აი ესეთი პატრული ყავს ჩვენ დღეს. დიდი მადლობა. ტელეკომპანია მეცხრე არხი ბელა ზაქაიძე. ჩემი შეკითხვა ეხება 2006 წლის 23 თებერვალს ვარციხეში ჩატარებულ სპეცოპერაციას. გუშინ, სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა 2006 წელს ვარციხეში. ერთ-ერთი ლიკვიდირებულის ოჯახის წევრებმა გუშინ გამართეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ამ ლიკვიდაციის ორგანიზატორი, სპეცოპერაციის ორგანიზატორი, მაშინდელი სამხარეოს უფროსი ლევან კახიანი არის დაწინაურებული და მინისტრის ბრძანებით, 2 თვის წინანდელი ბრძანებით ეს ადამიანი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია და აპირებთ თუ არა გადაწყვეტილების გადახედვას? მე საქმის კურსში ვარ ამასთან დაკავშირებით. ძალიან სამსხუროსაც ამა თუ იმ სპეცოპერაციას მოხდება ლიკვიდაცია ადამიანის ხვერპლი, მაგრამ ჩვენ ისეთი სამსახური გვაქვს, რომ ჩვენ მსახურებით საზოგადოებას ხალხს ვიცავთ წესრიგს, უსაფრთხოებას. სამწუხარო ის, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალნენ ყაჩაღობაში მხილებული პირები, ძალიან სამწუხაროა. მათი მხრიდან იყო წინააღმდეგობა, შესაბამისად პოლიციელებს მოუწიათ სათანადო რეაგირების მოხდენა. ის რომ ლევან კახიანი მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, ამაში მე რაღაც განსაკუთრებულ უჩვეულოს ვერ ხედავ. ის იმ დროს იყო სამხარეოს უფროსი, ის ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის ჩემი პასუხი. ის გიდასტურებთ, რომ ლევანი მუშაობს ჩვენთან, არის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. კიდევ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა სამწუხაროსაც მსხვერპლით მთავრდება ესა თუ ის სპეცოპერაცია, მაგრამ კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ გაუმკლავდეს ბოროტმოქმედებს და თუ საჭიროა გამოიყენოს მასზე მინიჭებული ყველა უფლება. ტელეკომპანია მაესტრო ანელა პიაჩული. ბატონო ირაკლი, გუშინ თქვენ საუბრობდით, რომ ეწინააღმდეგებით ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციას. რას თავაზობთ პარლამენტში? იყო წინადადებები უმცირესობის მხრიდან, რომ თქვენგან უფრო აქტიური მუშაობა იქნება საჭირო, თუ კი თქვენ წინააღმდეგობას ამ პროექტთან დაკავშირებით დააფიქსირებთ. კონკრეტული შეთავაზებები თუ გაქვთ საპარლამენტო უმრავლესობისთვის და უმცირესობისთვის? ჩვენ ვეწინააღმდეგებთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება კანონპროექტში გამოიწვევს პირდაპირ თუ არა პირდაპირ ნარკომანიის ახალისებას, ეს არის ჩვენი მოსაზრება. ამას დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან არგუმენტირებული პასუხი
დასაბუთება თუ რას გულისხმობთ. იმ ფონზე, როდესაც მომატებული არის ეგრეთ წოდებული კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები და ადამიანები ესენი არიან, რა თქმა უნდა, ადამიანთა ის კატეგორია, რომელთაც პირველ რიგში ესაჭიროება დახმარება, ვინაიდან ის ნარკოტიკები, რომელიც მოიხმარება მათ მიერ, იწვევს სიკვდილიანობას დაჩქარებულ ვადებში და თუ ჩვენ მოვახდენთ დეკრიმინალიზაციას, ჩვენ მათ კიდევ უფრო წავახალისებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები, ამასაც გეგმავთ პარლამენტში ჩვენ გვქნება ინტენსიური კონსულტაცია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. და რა ვსწავლია, ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ ოპტიმალურ ვარიანტზე. მაგალითად, გეტყვით, რომ დაახლოებით 400 პრეპარატი, რომელიც თავისუფალ გაყიდვაში არის აპტეკებში, ჩვენ დავადგენთ მოვახდინეთ ინებიცირება. ამას დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ ჯანაცვის სამინისტროსთან ერთად და უახლოეს პერიოდში ამ პრეპარატების 400 პრეპარატის რეალიზაცია რეცეპტის გარეშე იქნება გაგზავნილი. ამასთან ახლოს რა თქმა უნდა მე გუშინ აღვნიშნე, რომ საჭირო არის მოსახლეობის საზოგადოების ცნობადობის ამაღლება, იმ ადამიანების დახმარებაც, იქნება ეს რეაბილიტაციის ცენტრების შექმნა თუ სხვა. ამას სახელმწიფო დაიწყო ზრუნვა რეალურად და უახლოეს ხანში ვფიქრობ, რომ გვექნება წინსვლა მიმართულებით. თქვენმა წინამორბედმა ბატონმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაბნეულობა არის შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების მხრიდან, ასევე შეიცვალა კვალიფიციური კადრები არაკვალიფიციური კადრებით. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომ მან განაცხადა, რომ მინისტრი გადავიდა ორთაჭალაში განყოფილებაში სამუშაო კაბინეტი მოიწყო, იქ რამდენად მართალი არის ეს პირველ რიგში რო გითხრათ, იმიტომ რომ საბჭოთა შენობა არისო, მან ესე ახსენა და მეორე 112-თან დაკავშირებით უნდა ჩაგეკითხოთ აუცილებლად თქვენი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ ეს გადასახადი გაუქმდებოდა და ერთ-ერთი ასე ვთქვათ პირობა იყო ამ მრჩევლებისათვის, რის გამოც ალბათ ნაწილმა ხმაც მოგცეთ. ამ ეტაპზე ალბათ არ განიხილება ამ გადასახადის გაუქმება, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციას და საბოლოო ჯამში მთავრობა მიიღებს, რა თქმა უნდა, და არა ჩვენ ერთპიროვნულად. მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გაუქმდეს თუ არა 112-ის გადასახადი. რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებებს, ასწილო უბრალოდ ხა. ეს კაცი მე მგონი საერთოდ არადეკვატური გახდა ამ ბოლო დროს. და ძალიან სასწილო განცხადებებს აკეთებს და ძალიან ნერვიულობს, როგორც ჩანს, ის ნერვული სტრესი, რომელიც მან მიიღო მაშინ როცა წააგეს არჩევნები, შემდეგ როცა დაკითხვაზე იყო დაბარებული სამინისტროში, ძალიან შეშინებული იყო სხვათა შორის მითხრეს და მე გულწრფელად მეწოდება. მაგრამ ამაზე რა სერიოზული კომენტარი არ უნდა გავაკეთო, მე ვფიქრობ. არაფერი დაბნეულობა არ არის პოლიციაში პირიქით. ძალიან მკვეთრად არის და მკაფიო პოლიტიკას ვაწარმოებ ჩვენ პოლიციაში. დაბნეული თვითონ არის, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. შემდეგი. სამუშაო კაბინეტი რა? სამუშაო კაბინეტი არ შემიცულია. მე მაქვს ორი სამუშაო კაბინეტი. ერთი მაქვს ამ შენობაში და მეორე მაქვს ორთაჭალაში. ის კაბინეტი უბრალოდ მერაბიშვილსაც ჰქონდა, ის კლავას ცრუობს. შეიძლება ის არ იყენებდა, მაგრამ მე ხშირად მიწევს სხვა შენობებში გადაადგილება, მე უფრო ვატარებ ოპერატიულ თათბირებს და სარგებლობ როგორც ამ შენობად, ასევე სხვა შენობებითაც. იქნება ეს მოდული შენობა თუ სხვა შენობა. ტელეკომპანია ობიექტივი ნინო ჟღარკავა. პირველ რიგში მე მინდა შეფასება გავაკეთო ობიექტივის სახელით გადმოგცეთ, რომ გუშინ თქვენ პარლამენტის შენობაში იმყოფებოდით და თავის მართლების რეჟიმში იმ ადამიანებთან, რომელი ადამიანებიც ნორმალურ ქვეყანაში ციხეში უნდა იყოს სულ. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე მინდა ახლა გადმოგცეთ იმ უამრავი ადამიანის, რომლებიც ჩვენთან რეკავს პირდაპირ ეთერში, პირდაპირ რეჟიმში და ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და ითხოვს დასჯას იმ ადამიანების, რომლებსაც დანაშაული აქვს ჩადენილი და კონკრეტულად პირადად მინდა გკითხოთ თქვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, ბატონ თამაზ თამაზაშვილზე. ამ ადამიანს არჩევნებამდე არ დაკლებია მთელი, აი არ ვიცი, კასკადი ყველანაირი სიბინძურის, რაც მოდიდა რუსთავი 2-დან, პირადად დავით კიკალიშვილის გადაცემიდან და ასევე იმ კლიპებიდან. არა, მე პირდაპირ ვასახებ, რომ მე თვითონ ვიყავი ჩართული ამ გადაცემებში და მახსოვს. და პირადად გიგა ნასარიძის აი კლიპებიდან, სადაც იყო ნარკობარიგა და კრიმინალი ბატონი თამაზი. აღმოჩნდა, რომ ბატონი თამაზი არის გენერალ-მაიორის სუფთა ადამიანი და
დღეს არიან თუ არა დასჯილი ეს ადამიანები და ის პოლიციელები, რომლებმაც მას ავტომატი ჩაუდეს პირდაპირ. დღეს მუშაობენ თუ არა პოლიციაში. მადლობთ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან საქმე ეხება ჩემს უახლოეს ადამიანს, ჩემს ოჯახის წევრს. რა თქმა უნდა, გუშინ ცოტა იყო ძალიან სასიულო მდგომარეობა შეიქმნა. ამის დანაშაულად ჩამითვალეს ის, რომ მე საერთოდ ყავს ოჯახის წევრები, ნათესავები და ასე შემდეგ. ესაც მათი მე არ მინდა რომ სხვის მორალზე ვისაუბრო, მაგრამ აქაც მორალთან გვაქვს საქმე და ზნეობასთან. ის ფაქტი, რომ ჩემი ოჯახის უახლოესი წევრი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დააკავეს, ერთი წელი ყავდა ციხეში გამოწყლეული, იყო მათი პირადი პატიმარი. და შემდეგ წლის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ მთელი კასკადი უსაფუძვლო ბრალდებების, მას დასწამეს ბავშვების გატაცება და საშინელებები. და ამას იმეორებდნენ ვინ? ის ადამიანები, რომლებიც გუშინ მე კითხვას მისვავდნენ მანანა ბერიკაშვილის თაობაზე. რომ თურმე მანანა ბერიკაშვილმა თქვა, რომ 10 თვის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს რაღაც ეჭვები, რომ ჩართული იყო ნაცნობრობა. და ეს ადამიანები მე მეკითხებიან, რატომ არ დავიჭირეთ მანანა ბერიკაშვილი? ადამიანი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრს, რომელიც ყავდა გამოწყლებული ციხეში, რომელიც ლიკვიდაციას უწყობდნენ ციხეში, პირდაპირ მნიშვნელობით ამას ვაცხადებ, ამას ჩვენ აუცილებლად გამოვიძებთ, იმიტომ არა რომ ის არის ჩემი ოჯახის წევრი, არამედ იმიტომ რომ ის არის კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც დასჯილი, აბსოლუტურად უდანაშაულო უსამართლოდ. ეს არის ჩემი პასუხი. ასე რომ როგორც ნათქვამია ყვა ჩემზე თოდიმ მესროლოსო. აი ეს არის ჩემი პასუხი მათზე. მათ ბრალდებებზე და მათ რაღაც უაზრო კრიტიკაზე. ისინი არ იყვნენ კონსტრუქციულები, თქვენ ნახეთ ალბათ გუშინ. მე მივედი იმ განწყობით, რომ პასუხი გამეცა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, თუმცა რა შეკითხვები ქონდათ ალბათ მოისმინეთ. იყო რაღაც ჭორები, რაღაც აბსურდული კითხვები და ის რომ რატომ არ დავკითხეთ მანანა ბერიკაშვილი. ეს არის სამარცხვინო, ეს არის უბრალოდ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ცინიზმი. რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც მონაწილეობდა ძალიან ბევრი თანამშრომელი, მე მინდა მათ მოვუწოდო. მე ვიცი რომ საქმეს იძიებს მთავარ პროკურატურა, მე მინდა მათ მივმართო, როგორც ჩემს კოლეგებს. მათ აქვს შანსი რეალური, რომ დაიბრუნონ ღირსება, ის უღირს აქციები, რომელიც მათ ჩაიდინეს თუ ჩაადენინეს გასული წლის 31 ოქტომბერში, ეს სირცხული მათმა ჩამოირეცხონ. მათ მოვუწოდებ მეგობრულად, კოლეგიალურად, რომ ითანამშრომლონ მაქსიმალურად გულწრფელად გამოძიებასთან. ეს არის ჩემი რჩევა უბრალოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ მას მოვეპყრობით როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ გვაქვს, რა თქმა უნდა, არავითარ პრივილეგიებთან, საქმე იქნება ობიექტურად შესწავლილი და გამოძიებული და დამნაშავე იქნება დასჯილი. დამკვეთიც იქნება დასჯილი, ეს თავარია. თორემ იქ ძალიან ბევრი იყო უბრალოდ შემსრულებელი, სამწუხაროდ. ასეთი რეალობა ქონდა სამწუხაროდ, რომ უდანაშაულო ადამიანებს ასე უსაფუძვლოდ აკავებდნენ, იარაღს უდევდნენ, ნარკოტიკს უდევდნენ, ეს იყო მათი სტილი. ეს იყო ის მანკიერი მეთოდები, რითაც ხელმძღვანელობდა ჩემი წინამორბედი და ზოგადად წინა ხელისუფლება. ჩვენ ამ იგივეს აღარ გავემეორებთ. ჩვენ ისპირო მივეც საზოგადოებას და ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით. ენეგი ფუთეული რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, სააგენტო ინფო9, მეორე არხი, გაზეთ პრაიმ თაიმი, საზოგადოებრივი რადიო. მოგესალმებით ბატონო მინისტრო, მაინტერესებს რა ეტაპზე ამჟამად ბარბარა რეფერენციის საქმის გამოძიება და რა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო ვერ მოხერხდა დღემდე გამოძიების დასრულება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძიმე საქმე, მე ვიტყოდი, რომელიც ძალიან მაწუხებს, გულწრფელად ბოდიში მოვუხადე ახალშობილის ოჯახს
იმის გარდა მე ვიჩქარე მაშინ როდესაც განვაცხადე რომ თვის ბოლოს მექნებოდა ჩვენ რეალური სურათი. სამწუხარო რომ გამოძიება არ წარიმართა ცხელკვალზე არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები საქმე იმ ეტაპზე შეიყვანეს შიხში, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალური პერსპექტივები, რომ ეს საქმე იქნას გახსნილი. ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული და გახსნილი. მე ვადას შეგნებულად აღარ ვასახელებ, არ მინდა რომ იგივე შეცდომა გავიმეორო. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რომ ახალ კადრებთან დაკავშირებით გავეგეთ გუშინ თქვენ ახსენეთ, რომ ცოლის ნათესავები არ არიანო და ძალიან კმაყოფილი ხართ მათთან მუშაობით. მე მაინტერესებს ძველ კადრებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რამდენადაც ვიცი სისტემაში რჩებიან კიდევ ძველი კადრები, რამდენად კომფორტულია თქვენთან მათი მუშაობა, ანუ რამდენად გაქვთ ნდობის მაღალი დონე მათთან დაკავშირებით და მეორე კითხვა მაქვს გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. სოლომონ ქიმერიძის საქმეზე მინდა კითხოთ, ეს საქმე რამდენადაც ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადმოიცა და რა ეტაპზეა ამ საქმის ძიება, იცით ალბათ ხომ? მე აღარ მინდა პირველ შეკითხვას დავუბრუნდი, სოლის ნათესავებზე იყო და რაღაც ასილო კითხვები იყო დასმული ქალბატონი ნადირაშვილის მხრიდან. კიდევ მეორებ რომ ყველამ თავის მორალზე უნდა იფიქროს, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან რბილად რომ ვთქვათ. ძალიან უხერხულია, როდესაც საუბრობენ ჩემზე ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ კლანურად ქვეყანას, მათი ოჯახის წევრები იქნებოდნენ ეს თუ ნათესავები თუ მეგობრები, იქნებოდა ეს ბიზნეს ინტერესები თუ სხვა, მაღალი თანამდებობის პირები მიყავს მე რა თქმა უნდა ხედელობაში. ქვევით აღარ ვსაუბრობ. ძველ კადრებზე კითხეთ ბატონო. არა, მე იმ პირველზე გიპასუხეთ. რაც შეეხება ძველ კადრებს. მე მინდა ერთი რამ განვაცხადო. ჩვენ სამინისტროში დღეს მუშაობს 42000 ადამიანი. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ ამ არჩევნებში სამინისტროში თანამშრომლთა უმრავლესობამ ხმამისცა ქართულ ოცნებას. ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ძველი ხელისუფლების დროს, ეს მე დანაშაულად არ ვიმაჩნია. ესენი არიან პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სამინისტროში წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არ არის, ბევრი მათგანი იყო უბრალოდ მსხვერპლი წინა რეჟიმის, წინა ხელისუფლების, მათ უწევდათ სამწუხაროდ უსამართლო ბრძანებების, დავალებების შესრულება. ისინი ასე ვთქვათ, დაჭერილი ყავდათ სხვა მექანიზმებით, მათ უკან დგანან ოჯახები, აქ საუბარგოთ ათასობით ადამიანზე. და შესაბამისად მე აბსოლუტურად არავითარ დისკომფორტს არ განვიცდი, პირიქით. მე ვხედავ ჯანსაღ განწყობას, მე აბსოლუტურად მესმის მათი. მე მესმის, რომ ბევრ მათგანს უწევდა ძალიან არასასიამოვნო დავალებების შესრულება. ეს სამწუხარო რა თქმა უნდა, ეს იყო სირცხვილი მთელი სამინისტროსთვის. რომ მათ ავალებდნენ პოლიტიკური დავალებების შესრულებას, მათ აძლევდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. აი სწორედ ამიტომ დავიწყეთ და განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა სისტემის დეპოლიტიზება, სრული დეპოლიტიზება. რომ პოლიციამ აღარასოდეს აღარ მიიღოს პოლიტიკური დავალება. რომ აღარასოდეს აღარ მოუწევს მას პოლიტიკური დაკვეთის შესრულება. ბევრი ადამიანი სამინისტროდან წავიდა, მათ დატოვეს სამინისტრო. ბუნებრივია მის ადამიანთან ვერ ვიმუშავებდი, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე იყვნენ გადასულები. იცით რომ ბევრი მათგან არა მხოლოდ სამინისტრო, არამედ ქვეყანას დატოვეს. მასე რომ აქაც გვაქვს ჩვენ საქმე კატეგორიებთან. ძალიან დიდ უმცირესობაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოუსწორებელ შეცდომებს ჩადიოდნენ, რომლებიც დღეს სისტემაში აღარ მუშაობენ. შეიძლება მე არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც მუშაობენ ამა თუ იმ განყოფილებებში თუ სამართლოებში ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უხეში გადაცდომები, დარღვევები. მაგრამ მე ვერავითარ საშიშრობას ვერ ხედავ, რომ ისინი რაღაც
ან საბოტაჟს მოაწყობენ ან რაღაც მსგავს. მათაც უნდა მივიცეთ ჩვენს შანსი, რომ გამოასწორონ მათმე ჩადენილი შეცდომები და გააგრძელონ მუშაობა და დაუბრუნდნენ თავიანთ თავარ მოვალეობას. მათი მოვალეობა არის, რომ ემსახურონ ქვეყანას და ხალხს და არა ამა თუ იმ ინდივიდს თუ პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ჩემი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი მთავრობა, ეს არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის დავალება, რომ სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და დეპოლიტიზებული. სოლომონ ქიმერიძის შესახებ გკითხეთ, ადამიანი, რომელიც ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. არ მაქვს ხო პასუხი. დატოსი არ ვიცი მაგის. პარლამენტში განიხილება პროექტი, რომლის მიხედვითაც დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად დაექვემდებარება პრეზიდენტს. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, რატომ გახდა ეს საჭირო რომ დადგა დღის წესრიგში და თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, რას მიიჩნევთ ქვეყნის ნომერ 1 საგარეო საფრთხეთ და აქვე ჩაიკითხებით ირაკლი ოქროშვილის განცხადებასთან დაკავშირებით უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით. მართალია ეს უშუალოდ თქვენი უწყების მისამართით არ ყოფილა ეს ბრალდება გამოთქმული, თუმცა მაინც საინტერესოა შინაგან საქმეთა მინისტრი რას უპასუხებდა ირაკლი ოქროშვილის, რომელიც უკანონო მოსმენებზე საუბრობს ახალი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება დაზვერვის სამსახურის გადმოტანას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, მიმაჩნია ეს აბსოლუტურად ლოგიკურად და სამართლიანად. უსაფრთხოება უნდა იყოს ერთი მთლიანი სისტემა და არ შეიძლება ის იყოს დაანაწევრებული. თავი არგუმენტი რაც იყო ჩვენი, რომ იგივე სახელმწიფო სპეციალური სამსახური უნდა ყოფილიყო ჩვენი მოქმედი ხელისუფლების მთავრობის დაქვემდებარებაში. იყო ის, რომ არ შეიძლება უსაფრთხოება იყოს დანაწევრებული, მთელი სისტემა იყოს დანაწევრებული. ჩვენ რაც ვიხილეთ 8 თებერვალს, იყო კლასიკური ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არაკოორდინირებულად მუშაობდა ეს ორი უწყება. მე გულისხმობ ჩვენ სამინისტროს და გულისხმობ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. შესაბამისად, ამავე ლოგიკით რომ გავყვეთ, აბსოლუტურად სამართლიანია, რომ დაზვერვის სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. რაც შეეხება ირაკლი ოქროშვილის განცხადებას, არ ვიცი მე კომენტარს ვერ გავაკეთებ ამას დაკავშირებით. მოვისმინეთ თქვენი პოზიცია ნარკომოხმარებელთა დეკრიმინალიზაციის შესახებ, საუბარი იყო სტატისტიკაზეც. მე მაინტერესებს, როგორია კონკრეტული მექანიზმი თქვენს მიერ შემუშავებული იმ სახის დანაშაულების, რაც არის მაგალითად ინტერნეტით ძალიან მარტივად ხდება თუნდაც ბიოპლანის გამოწერა. აი რამე კონკრეტული მექანიზმი გაქვთ ამასთან? კარი შეკითხვა. მადლობთ. დიდი მადლობა. რაც შეეხება ბიოპლანი ახსენეთ ხო? ჩვენ ამას დაკავშირებით მუშაობთ, გვეხმარებიან ჩავთეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სპეციალური ღონისძიებები. და იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ დადებით პასუხს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და კონკრეტულ გზებს თუ როგორ უნდა შევაჩეროთ თუნდაც ბიოპლანის ახსენეთ თქვენ მოხმარების და შეწყდვის და გამოწერის პროცესი საქართველოში. ბატონი ირაკლი, თქვენ გუშინ უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ ურიგო არ იქნება პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით დაიწყოს მოკვლევა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული საფუძველი, ხომ არ ვფლობთ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას? ჩვენ ამ ეტაპზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ. მათ კითხვაზე, უბრალოდ მათ მითხრეს, რომ არსებობდა ხმები, ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიტპატიმრების სიების შედგენის დროს კარგულმა ადამიანებმა რაც ფინანსურ სარგებელი ნახეს და მკითხეს დავინტერესდებოდი თუ არა. ჩემი პასუხი იყო ის და არის ის, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ბუნებრივია ჩვენ დავინტერესდებით. ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა ვამოწმებთ. არა მხოლოდ ამას, არამედ ყველა იმ საქმეს, რაში ჩართული არის სახელმწიფო მთავრობა, ჩვენ არ დავუშვათ რაიმე სახის იქნება ეს ანგარებითი
გარიგება, კორუფციული თუ სხვა. კრიმინალთან დაკავშირებით თქვენი საუბრეთ სტატისტიკაც მოიყვანეთ. უშუალოდ მინდა გკითხოთ ამინისტირებულთა რაოდენობის მონაცემები, რომლებსაც განმეორებითი დანაშაული აქვს ჩადენილი და რომლებიც არიან დაკავებული და კიდე ერთი ზოგადი კითხვა მინდა დაგისვათ. როგორ ხედავთ სამინისტროს ასე ვთქვათ, ფუნქციას, მნიშვნელობას რა დაგვხდათ? უმთავრესი პრობლემა რისი გამოსწორების გზებს და როგორ ხედავთ ამას? დიდი მადლობა. კარგი შეკითხვა. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 150 ადამიანმა განმეორებით ჩაიდინა, მეგრულ ამნისტირებულმა და შეწყალებულმა ჩაიდინა დანაშაული და ისინი ხელახლა მიეცნენ პასუხებაში. 150-დან დაახლოებით 80 იყო ამნისტირებული პატიმარი, დანარჩენი იყო დაახლოებით 70-მდე იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული. ამ მარტო ჩვენ მუშაობთ. ჩვენ არ გსურს რომ ამ ადამიანებს კიდევ არ ჩაიდინონ დანაშაული. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ. თითოეულ მათი ქმედება, მათი მცდელობა რომ ჩაიდინონ დანაშაული იქნება გამოძიებული და ყველა ის პირი იქნება დასჯილი უმკაცრესად. მე მათ არ ვურჩევ რომ დაბრუნდნენ ციხეებში. მაგრამ ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, ამის ბერკეტი გვაქვს, ამის რესურსი გვაქვს. ეს არის ჩემი ბოლო რჩევა მათი მიმართ. მე გითხარით რომ 150 ადამიანმა განმეორებით ჩაიდინა, აქედან 80 იყო ამნისტირებული, 70 შეწყალებული. ეს არის კიდევ ერთხელ მათთვის გამაფრთხილებელი მაგალითი, რომ თუ ისინი ხელმეორებით ჩაიდნენ დანაშაულს, ისინი დაუბრუნდებიან ციხეებს. სამინისტროში მე მინდა გითხრათ გულწრფელად. ძალიან ბევრი რაღაც იყო გაკეთებული. მე გამოყოფდი პატრულის რეფორმას, ყველაზე მეტად. მაგრამ აქ მე მინდა შევახსენო საზოგადოებას. მე მგონი დაავიწყდა ხალხს და ძალიან უნდათ ნაციონალებს რომ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს, იგივე გუშინ მქონდა შეხვედრა, მათ სურთ რომ დაივიწყონ რომ პოლიციის რეფორმის ერთი მთავარი დამფინანსებელი გახლავთ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიზნეევანიშვილი. სწორედ მან დააფინანსა პატრულის რეფორმა სრულად. იქნებოდა ეს ავტომანქანების შეძენა, იქნებოდა ეს ეკიპირება თუ სხვა. მე ამას გამოყოფდი რომ ძალიან მომწონს პატრულის რეფორმა, მაგრამ სამწუხარო ყველაზე მეტად მტკივნეული რაც იყო ჩემთვის აღმოაჩინა რომ ფაქტიურად ყველა დანაყოფი იყო უკიდურესად პოლიტიზებული. მათ უწევდა თუნდაც აი პატრულს, რომელსაც აქვს ყოველდღიური შეხება მოქალაქეებთან. რომელიც არიან იმედი და რომელიც უნდა იყოს რეალურად მე ვთქვი რომ პატრული უნდა იყოს მეგობარი. მოქალაქის მეგობარი. მათ უწევდათ ხშირად პოლიტიკური დაკვეთების შესრულება. არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ პატრული, იქნებოდა ეს კრიმინალური პოლიციის ხაზი, იქნებოდა ეს სხვა დანაყოფები. იგივე კონსტრუქციულ უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც რეალურად უსხვა რამეზე უნდა მუშაობდეს და ეს რეალურად გადაიქცა პოლიტიკურ რეპრესიულ მანქანად წლების განმავლობაში, სადამსჯელო მანქანად. სწორედ ამიტომ უპასუხეთ საზოგადოების დაკვეთას და გავაუქმე ეგრეთ წოდებულ კუდი და შევქმნით მის ბაზაზე სამართლის უსაფრთხოების სააგენტო. რა თქმა უნდა, თუ გვეტყვიან რომ მხოლოდ სახელისრულება თუ რამეს გამოიწვევს, ვიპასუხებთ რომ რა თქმა უნდა არა. თავარი არის ის რომ ნება არის განსხვავებული და პოლიტიკური ნება არის განსხვავებული და დავალება არის განსხვავებული. დავალება არის ძალიან მარტივი. არავითარი პოლიტიკური დავალებები აღარ იქნება. არავითარი პოლიტიკური დაკვეთები აღარ იქნება ჩვენ სამინისტროში. ჩვენ უნდა ვიმსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. განურჩევოთ მათი შეხედულებებისა. კიდევ ძალიან ბევრი რაღაც დამხვდა მოუწესრიგებელი თითქმის ყველა დეპარტამენტში, სამმართველოში ასე შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვასწორებთ, ვალაგებთ. რა თქმა უნდა, მე ადრე ვთქვი რომ ჩვენ არაფერს არ დავუკარგავთ არავის. ის რომ რეფორმები განხორციელდა სამინისტროში, ჩვენ ამას არ ვუარყოფთ. არასოდეს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ რომ ეს ძალიან კარგი იყო.
ის იყო ძალიან კარგი, პატრონის რეფორმა იყო ძალიან კარგი რეფორმა მართლაც. ხალხზე ორიენტირებული რეფორმა იყო და ქვეყანაზე ორიენტირებული რეფორმა იყო. რა თქმა უნდა ჩვენ ამ რეფორმის ამ მიღწევებს ვაღიარებთ და მივესალმებით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ სწორედ აღმოვაჩინოთ ის დაზიანებული კერები, ის მანკიერი მეთოდები, მხარეები, სუსტი ადგილები სამინისტროში და ვებრძოლოთ მათ. გამოვასწოროთ და გავამოჯობესოთ. თუნდაც ტესტირების მე შეგახსენებ ტესტირებას და 10,000-ზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარ ტესტირება, რომ გამეგო უბრალოდ მათი კვალიფიკაციის დონე. ჩვენ გვაქვს წარმოდგენა თუ რა მიმართულებით გვაქვს ხარვეზები და ჩავარდნები. სწორედ ამ სუსტ მხარეებზე გავაკეთებთ ჩვენ ფოკუსირებას და გაზაფხულში დავიწყებთ ფართო მასშტაბიან ტრენინგებს, რათა მოვახდინოთ მათი კვალიფიკაციის ამაღლება. აი ეს არის ზოგადად. ანუ ბევრი რაღაც იყო გაკეთებული, რეფორმები დაიწყეს, მაგრამ შემდეგ შეაჩერეს. ჩვენ ახლა შევიმუშავეთ სტრატეგია, როგორც იცით, ეს ხო უპრეცედენტო მართლაც. დაიწერა განისაზღვრა წლის სტრატეგია ახლა შექმნილი რეფორმის განვითარების სააგენტოს მიერ და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვინაიდან მათ საერთოს უშუალო ჩართულობით დახმარებით, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების ჩართულობით დახმარებით და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსტატაციებით ჩვენ შევაჯერეთ და შევჯერეთ ამ დოკუმენტზე, რომელსაც ქვია ჩვენი სამინისტროს განვითარების სტრატეგია 2013 წელი. შევიმუშავეთ პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ალბათ აპრილის თვეში იქნება დამტკიცებული, ჩვენ ველოდებით უბრალოდ საბოლოო შენიშვნებს კომენტარებს ევროსაბჭოდან. მუშაობთ პოლიციის ახალ კანონზე, რომელიც იცით რომ მოქმედი და არ შეცვლა 1993 წლიდან და არის პრაქტიკულად გადმონაშთი მილიციის კანონის და გვაქვს ძალიან საინტერესო რეფორმები დაგეგმილი, რომელსაც უახლოეს თვეებში თქვენ საზოგადოება ძალიან მალე იხილავთ. აი ეს არის. ჩვენ ამ რეფორმებს ვაგრძელებთ და ჩვენი სურვილი არის, რომ ეს რეფორმების უწყვეტი პროცესი არ შეჩერდეს. მათ შეაჩერეს ეს პროცესი. ეს არის რეალობა. რომ გადავიდნენ სხვა პრიორიტეტებზე. ბატონო ირაკლი, თქვენ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდით საფრანგეთში, სადაც შეხვედრები გამართეთ ინტერპოლის ხელმძღვანელ პირებთან და თუ შეიძლება გითხრათ, რა კონკრეტული ღონისძიებები გაიმართა საფრანგეთში? რატომ გეცინებათ? გაინტერესებთ ვიზები მქონდა საუბარი. მე ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა ინტერპოლთან. ინტერპოლის გენერალ დივნის მოწვევით იმყოფებოდი საფრანგეთში. ჩვენ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. დღეს აგებინო მახსენებს, რომ დაწყებულია უკვე ტრენინგები, ერთობლივი ტრენინგები საქართველოში, ინტერპოლის. გარდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა, ჩვენ გეგმავთ სხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. იყო მთელი რიგი გარკვეული საკითხები, რადგან ჩვენ გქონდა წუხილი. ეს საკითხები იქნა დადებითად გადაწყვეტილი. თქვენ ნებართვით არ დავაკონკრეტებ თუ რა საკითხებზე მქონდა საუბარი. დიდი მადლობა. შემდეგ. თითქოს შეეხებოდა ჩვენს მიერ ძებნილ ადამიანებს, მათ შორის თქვენთვის ცნობილ ადამიანებს. მათ დაკავებასა და გადმოცემას. ბატონო ირაკლი, მე მექნება ორი შეკითხვა. პირველი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გულისხმობდა ქართულ ბანკის გაკოტრებას და ბრალი წარედგინათ ამის მიხედვით სოდის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდვას ოჯახის წევრებს, დედას და ძმას. მაინტერესებს პროცედურულად სადამდეა მისული ეს საკითხი და მეორე შეკითხვა, დღეს ჩვენ პრესკლუბში გამართა პრესკონფერენცია ადამიანმა, კონკრეტულად ხვიჩა მაჭარაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბადრი ბაბიაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დაქვემდებარებაში იმყოფება, მას ემუქრება დღემდე ფიზიკური ანგარიშწორებით და უფრო კონკრეტულად ეს ადამიანი იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი და ხვიჩა მაჭარაშვილი დაკავებული იყო შეიარაღებული ბანდფორმირებების მონაწილეობისთვის 2011 წლის მაისში ირაკლი ოქროაშვილის პარტიის წევრი გახდათ, ეს ქართული პარტიის წევრი და ეს ადამიანი დღემდე ემუქრება მას. თუ აპირებთ რაიმე ღონისძიების გატარებას? ჩვენი თანამშრომელი ემუქრება? კი, ანუ ეს ადამიანი ადრე იყო. ვინც ემუქრება ეს ადამიანი იყო ადრე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გულში. და დღეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დაქვემდებარებაში. და რაც შეეხება ლაურა გაჭავასა და დავით კოდუას საქმეს.
გამოძიება მიმდინარეობს. არ არის დასრულებული გამოძიება, ასე რომ მე არ ვიჩქარებდი, რაიმე კომენტარს არ გავაკეთებ ამას დაკავშირებით. ჯობია დავეულოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს და კომენტარები შემდეგ გავაკეთებ. და კიდევ ერთი საკითხია ჩემს აქ ეს იყო სამარცხვინო ოპერაცია. ქართულ ბანკის მართლაც უპრეცედენტო, ალბათ მსგავსი ანალოგიები არ მოიძებნება არც ერთ ქვეყანაში. აი ეს მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ. და ამის, ასე ვთქვათ, ამის ჩამდენი ადამიანები დღეს მე მეკითხებიან დაგითხრეს მისვამენ მაგალითად გურჯაანში ვიღაც პოლიციელმა მართლა მიაყენა თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა ის პიროვნება თურმე შემდეგ ის ამბობს რომ მისთვის არავის არ მიუღებია შეურაცხყოფა და აი ამ საკითხებით არიან დაინტერესებული. კი ბატონო და ბოლო შეკითხვას დაგისვამ თუ შეიძლება გუშინ თქვენ საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეთ რომ ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის ადამიანი ვინც სამართალდამცავის წინააღმდეგ აღმართავს ხელს. რა შემთხვევა ანუ იქნება თუ არა ასევე უმკაცრესად დასჯილი სამართალდამცავები რომლებიც გარკვეულ გავლენებს იყენებენ თუნდაც კონკრეტულად ბადრი ბაბიაშვილის შემთხვევაში და მოქალაქეებს აშანტაჟებენ და სიტყვებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. დიდი მადლობა. კარგი შეკითხვაა. მე კიდევ ერთხელ ძალიან გარკვევით მინდა ვთქვა. ერთმნიშვნელოვნად რომ პოლიციელის ჩვენი სამინისტროს თანამშრომლის მიმართ განხორციელებული იქნება ეს სიტყვიერი თუ მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იქნება მკაცრად დასჯილი. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ვინ იქნება ეს ადამიანი. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელი. პოლიციელზე აღმართული ხელი არის პირადად ჩემზე აღმართული ხელი. მე ასე მაქვს გათავისებული და მათ მიმართ მიყენებული შეურაცხყოფა, სიტყვიერი ფიზიკური არის ჩემი შეურაცხყოფა. თლიან სამინისტროს შეურაცხყოფა. და ჩვენ ამ ადამიანებს ნიშნულობა არ აქვს ვინ იქნება ეს. აუცილებლად ძალიან მკაცრად დავსჯით. კანონის შემოწმებით რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი მკვეთრი, ძალიან მკვეთრი და პრინციპული პოზიცია. არ უნდა მოხდეს საზოგადოებაში პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა. და თუ ვინმე გაბედავს ამას, ის ძალიან მკაცრად დაიჭება. ეს არის ჩემი პასუხი. რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას ზოგადად შეკითხვაა. რა თქმა უნდა პოლიციელმა არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მოქალაქეს უსამართლოდ არ უნდა დააკავოს და მით უმეტეს მისი უფლებები არ უნდა დაარღვიოს. ჩვენ ამას ვებრძვით. ჩვენი პოლიტიკა არის ჯანსაღი, რომ უსამართლოდ არავინ არ უნდა დავსაჯოთ, არავინ არ უნდა დავაკავოთ და მით უმეტეს მათი უფლებები არ უნდა დავარღვიოთ. მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი ამოქმედა 126. სხვა შუ ძალიან კარგად მუშაობს გენერალური ინსპექცია. რომელსაც ძალიან ებრძვიან მის ხელმძღვანელს, იმის გამო თუმცა ჩემი ნათესავი. და ჩვენ გავაძლევთ ეს დეპარტამენტი იმის გამო, რომ არ მოხდეს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და მათი უფლებამოსილების ბროტად გამოყენება. ჩვენ ამას მუდმივად ვაკონტროლებთ. და გვინდა რომ სისტემა იყოს გაჯანსაღებული და რომ აღარასოდეს აღარ მოხდეს ჩვენი მხრიდან, ანუ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთათვის შეურაცხყოფის მიყენება. უსამართლოდ, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ კრიმინალებს და ბოროტმოქმედებს გავუმკლავდებით ადეკვატურად და ვიმეორებ, რომ ყველა ის პირი, რომელიც გაბედავს და პოლიციას მიმართ აღმართავს ხელს, იქნება უმკაცრესად დასჯილი. და პოლიციას აქვს კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ მან დაიცვას საკუთარი მუნდირი, საკუთარი ღირსება და საკუთარი თავი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის სასწავლო ახალგაზრდობის სასახლეში უცნობი სარდაფები აღმოჩენილი და გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული სარდაფების გასაღებები პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ გადაცემული. საუბარია
წინა წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებზე და თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, თუ დაიწყება გამოძიება და სხვა რაიონებში თუ არის მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული საიდუმლო სარდაფებზე ან კონკრეტულ ოთახებზე, რა წინა ხელისუფლების პირობებში იყო, რა თქმა უნდა, საუბარია გასული წლის გაზაფხულიდან ოქტომბრამდე. საიდუმლო სარდაფები, რა თქმა უნდა შევისწავლოთ, იმიტომ რომ ზოგადად სარდაფები თუ არსებობს საიდუმლო, უნდა გაირკვეს ჩვენ რას ემსახურებაა ესა თუ ის სარდაფი საიდუმლო. მე ეს კონკრეტული ფაქტი ჯერ არ ვიცი და შევისწავლოთ ჩაინიშნე. ასე რომ არ მაქვს კონკრეტული პასუხი. და მინდა კითხოთ კიდევ ერთი ლევან მაისურაძის სახელით ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი პასპორტის შესახებ. ამაზე რამდენიმე ხანია უკვე ინფორმაცია აღარ ვრცელდება და თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია გამოძიება რა ეტაპზეა და ან როდის დასრულდება ან რამე ახალი დეტალები თუ არის? ყველას გადაავეწყდა ეს ფაქტი როგორც ჩანს. თქვენ გახსოვთ. ზუსტად აღარ ვიცი, მაგრამ სიმართლე გითხრათ. მე მოუწოდე მაგალითად ვანო მერაბიშვილს რომ ეყოს გამბედაობა და ვაჟკაცობა და ეღიარებინა უბრალოდ. მაშინ მოუწოდე რომ ეღიარებინა რომ ეს პასპორტი მართლაც გააჩნდა მას, ეს ოპერატიული პასპორტი. ეს უბრალოდ უნდა ეთქვა. მას როგორც ყოფილ შინაგზათა მინისტრს უნდა ყოლოდა, ქონოდა ასე ვთქვათ. ქონდა თუ არ ქონოდა ეს საკითხია პრინციპში, მაგრამ მას და ქონდა შემამისი გამბედაობა და ვაჟკაცობა რომ ეთქვა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად მის საკუთრება იყო. ის იყო ოპერატიული პასპორტი. არ ვიცი რა ეტაპზე გამოძიება, ამას მოვიკითხავ. გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, რომლებიც აფხაზეთ სვანეთში იმყოფებოდნენ, არჩევნების შემდეგ დიდი ნაწილი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძველი კადრების სამსახურში დაბრუნებას? იცით რა, ასე ზოგადად მშრალად ვერ მიუძგებით ამ საკითხს. თითოეული ადამიანის საკითხი უნდა იქნას შესწავლილი და ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული. ეს არის ჩემი პასუხი. კონკრეტული პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ გააჩნია ადამიანი რა მიზეზით იქნა დათხოვნილი სამინისტროდან და ამის შემდეგ შეიძლება მიშელოთ მოხდება თუ რა ამ ადამიანის დაბრუნება სამსახურში. თუ რაიმე კონკრეტული არსებობს ან მომართვა არსებობს, ჩვენ ამას აუცილებლად შევისწავლოთ და მოვახდენთ რეაგირებას. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, ჩემი რჩევა, თუ ეს ადამიანები არსებობენ, იქნებ მოგმართონ ჩვენ, გამოაგზავნონ და ჩვენ მათ შევისწავლოთ, გადავცემ შესაბამის სამსახურს და გავცემთ ადეკვატურ პასუხს. თქვენი მინისტრად დანიშნვის შემდეგ გახმაურებული პოლიტიკური საქმეების ორგანიზატორები, მონაწილეები დაინიშნენ მაღალ თანამდებობებზე. მის შემდეგ რამდენიმე მათგანის გათავისუფლება მოხდა ისევ. ეს იყო საკადრო შეცდომა. ვის გულისხმობთ? გულისხმობ ზურაბ პატარიძეს, ზაზა ჭაიას, გია კიკალიშვილი თუ არ ცდები კიდევ, ანუ ყინწვისის ოპერაციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს. ანუ ეს იყო საკადრო შეცდომა, თუ უბრალოდ შემდეგ გამოიკვეთა რაღაცა მათ მხრიდან მოხდა დარღვევები. და მეორე შეკითხვა, თქვენ შექმნით ცხელი ხაზი პოლიციის მიერ ჩადენილ დარღვევებზე ინფორმაციის მისაღებად, როგორია სტატისტიკური მონაცემები და რა რეაგირება მოხდა, ანუ სამინისტროს მხრიდან იყო თუ არა რეაგირება ამ ფაქტებზე. ანუ ცხელხაზზე შემოსულ ფაქტებზე. რეაგირებები თუ ხდება თუ არა, ხო? რეაგირებები ხდება. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს აღნიშნული ცხელი ხაზის. ეს ცხელი ხაზი მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ძალიან კარგად მუშაობს. რაც შეეხება თქვენ წინა შეკითხვას, თუ რატომ მოხდა გადაადგილებები, ეს ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. მე ასე ვთქვათ, ძალიან ფრთხილად ვარჩევ კადრებს, მით უმეტეს ხელმძღვანელ კადრებს, ის რომ ბევრი კადრი იქნა დროებით დანიშნული პირველ ეტაპზე, მათ უწოდებდი დროებით კადრებს, ბევრი იქნა დროებით დანიშნული. მე მას შემდეგ შევცვალე ძალიან ბევრი თანამდებობის პირი. მე ახლა ვნიშნავ სტაბილურ კადრებს. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, მე როგორც მინისტრი ვაკვირდები ჩემს თანამშრომლებს, ვაკვირდები მათ უნარ-თვისებებს, უნარ-ჩვევებს, ვაკვირდები თუ რამდენად კარგი მენეჯერები, რამდენად კარგი შემსრულებლები არიან საქმის, რამდენად კარგი პროფესიონალები არიან. ეს არის მუდმივი და განახლებადი პროცესი. ასე რომ რაიმე უჩვეულოს ვერ ხედავ აქ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს გვარები ახსენეთ, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. პიროვნების მნიშვნელობა არ აქვს. მე უბრალოდ ვარჩევ კადრებს და პროფესიონალებს. შევცვალე რამდენიმე სამხარეოს უფროსი, კიდევ გეგმავ ცვლილებებს, მაგრამ ეს ნორმალური პროცესია, ეს ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება სამინისტროში.
მუდმივად უნდა მოხდეს გაჯანსაღება სამინისტროსი, რომ საბოლოოდ მივახციოთ სტაბილურობას. ჩემი კითხვა ეხება ზოგადად რეგიონული მედია საშუალებების პრობლემებს. მოგეხსენებათ, რომ როგორც ბეჭდურმა მედიამ, ასევე ტელევიზიამაც ხშირ შემთხვევაში დაიმატა ვებ-გვერდები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულობას. ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც კი ვითხოვთ ადგილობრივი პოლიციიდან, არის პასუხი, რომ უნდა მივმართოთ ცენტრს, რომელიც შემდეგ პრესამსახურს ელემენტარულად სტატისტიკის შესახებაც კი მაგალითად ბოლო შემთხვევა მახსენდება, როდესაც ვითხოვდით ვენახის სარების ქურდობის შესახებ ფაქტებს. მოგეხსენებათ, ეს ცენტრალურ პრესამსახურსაც არ ეკნება, იქნებ შესაძლებელია, რომ რეგიონში არსებობდეს ვინმე, ვინც ოპერატიულად გასცემს იქ მომუშავე რეგიონულ მედიას საშუალებებს პასუხს და კიდევ ერთი თქვენ ახსენებდით პატრულის თანამშრომლების ეფექტურ მუშაობაზე საზოგადოებაში. დიახ, პატრულის. საზოგადოებაში არის მუსირებს აზრი, რომ პატრულის თანამშრომლები დაწერილი ჯარიმებიდან იღებენ დანამატის სახით პროცენტს, რამდენად სწორია ეს? არ არის სწორი. პროცენტს იღებენ და ამის გამო აჯარიმებენ? არა. უსამართლოდ აღარ აჯარიმებენ არავის. ეს მინდა ძალიან პრემიებს რა თქმა უნდა იღებენ. პრემია ნორმალურია ეს. დანამატის ჯარიმების არა, ეს უნდა გასვათ გავარჩიოთ ერთმანეთისგან. იმის გამო არ იღებენ ისინი, რომ სიტყვაზე ჯარიმებს უწერენ მოქალაქეებს. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ისინი ასე ვთქვათ, დანამატებს, სახელმწიფოს დანამატებს, პრემიებს იღებენ იმის გამო, ისინი კარგად მუშაობენ. და კარგად მუშაობა ნიშნავს კარგად მუშაობას. და ის რომ უსამართლოდ ვინმეს დააჯარიმებ და ამის შემდეგ გამოგიძენენ პრემიას, ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მახინჯი ფორმა. ეს ადრე მე მგონი შეიძლება იყოს, არ ვიცი. ახლა არ არის დღეს შესაძლებლობას რა შეეხება? ბატონო? რას გეტყვით? რაჩერო თქვენს პირველ შენიშვნას იქნება ეს რჩევა ალბათ უფრო. კარგი რჩევა მე მგონი საინტერესოა. ჩვენ მობილური უნდა გავხდეთ. ამას განვიხილოთ თავისუფლად. შეიძლება რეგიონული ცენტრები შეიქმნას და იქ მათ ჰქონდეთ კომპეტენცია, რომ გასცენ პასუხი. ამაზე ვიფიქრებ ჩვენ. თუმცა პასუხი მე მგონი არ არის დაგვიანებული არასოდეს, ხო? მაინც აგვიანებენ? და გაქვთ კოორდინატები? ნინოს. და ასევე შეკითხვები როცა არის, ყოველთვის ხდება ოპერატიული. თუ ნინო აგვიანებს, მითხარით აქვე. არ მოგერიდოთ. მე მაინტერესებს თქვენ ხშირად თქვენი პოლიტიკური ოპონენტები გდებენ ბრას იმაში, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ახალი მთავრობის აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რასაც გმობენ და აცხადებენ, რომ ეს მიუღებელია თქვენი მხრიდან და თუ უწოდებთ ამ ყველაფერს საფუძვლიან სამბრალდებებს და როგორ უპასუხებდით? მე გუშინ იგივე ბრალდება მოვისმინე. საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს მათ მითხრეს, რომ მე თურმე პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ. მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მაქვს უფლება რომ გავაკეთო პოლიტიკურ შეფასებები, პოლიტიკურ განცხადებები. ეს არ ეხება ჩემს დაქვემდებარებულ სამინისტროს. სამინისტრო ეს აბსოლუტურად აპოლიტიკური და დეპოლიტიზებული. ამის აღიარება არ უნდათ მათ, ვინც ასეთ ბრალდებებს მიყენებენ. მათ ძალიან უჭირთ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში პოლიცია იყო სამწუხაროდ პოლიტიზებული. ახლა ხედავენ, რომ რეალური რეფორმები მიმდინარეობს სამინისტროში, რეალური წინსვლა და პროგრესი გვაქვს. აი ამის აღიარება უჭირთ და ცდილობენ, რომ რაიმენაირად კვლავ მიმაბან და თქვან, რომ იმის გამო, რომ მე ამა თუ იმ შემთხვევაში ვალდებული, იძულებული ვარ პოლიტიკურ შეფასება გავაკეთო, ბუნებრივია მე ვუპასუხებ. ნებისმიერ ბრალდებას ვუპასუხებ, რა თქმა უნდა, არასერიოზულ ბრალდებებზე მე არ მაქვს საუბარი. მაგრამ თუ იქნება მათი მხრიდან რაიმე სერიოზული ბრალდება, ან კრიტიკა, მე ამ ბრალდებას ბუნებრივია ვპასუხობ. და ხშირად მიწევს პოლიტიკური შეფასების გაკეთება. რაც ნორმალურია. იმიტომ რომ მე ვარ მთავრობის წევრი, მე ვარ ხელისუფლებაში, მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს არის ჩემი პასუხი. ბანო მერაბიშვილის გუშინდა განცხადებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გუშინ პირველი რადიოსთვის მისებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენ როდესაც მოხვედით ამ უწყებაში, გაათავისუფლეთ უწყების წამყვანი ხელმძღვანელები და ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით. ამ ბრალდებას როგორ უპასუხებთ? რა ვიცი, ეს ბრალდება თუ რა გნებოთ ის დაარქვით. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. ნორმალურ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს შეკითხვა. როცა იცვლება მინისტრი და მოდის საკადრო ცვლილებები არის გარდაუვალი პროცესი. ეს ყველგან ასე ხდება. ყველგან აბსოლუტურად. და მე არ ვიცი რას გულისხმობდა
ვანო მერაბიშვილი მას სურდა რომ მისი კადრები შემინარჩუნებინა ხელმძღვანელო იქნება მოადგილეებიც იგივე დამეტოვებინა მის მოადგილეები რას გულისხმობდა არ ვიცი რა თქმა უნდა მე შევცვლიდი და აღარ დავტოვებდი დეპარტამენტის სამმართველობის უფროსებად იმ ადამიანს რომლებიც ვანო მერაბიშვილის დროს ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს რა თქმა უნდა შევცვალე ეს არის ნორმალური მოგესალმებით ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთი მე მინდა ჩაგეკითხოთ ბიოარომატიზატორებთან დაკავშირებით თქვენ თქვით რომ ამ საკითხზე უკვე მუშაობთ ამაზე უკვე მუშაობთ მაგრამ გადამზიდავმა კომპანიებმა უკვე რამდენიმე თვეა შეწყვიტეს ამის შემოტანა ხო არ იყო თქვენგან კონკრეტული აკრძალვა უკვე ჩვენ მუშაობთ ამ დიახ უკვე ხომ არ იყო კონკრეტული აკრძალვა და ეს ბრძანება ხო არ არის უკვე გაცემული რის გამოც ამ მათ შეწყვიტეს ამ ბიოარომატიზატორების შემოტანა და მეორე კითხვასაც დაგისვამთ აქვე თქვენ შეხვედრის დასაწყისში ისაუბრეთ სტატისტიკაზე, დანაშაულის სტატისტიკაზე და შეადარეთ 2008 წლებს დანაშაულის სტატისტიკას. 9 საათზე 11 ჩვენ დაახლოებით 2 საათის წინ თქვენმა უწყებამ გადმოგცა ოფიციალური სტატისტიკა, გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია. ამ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2012 წლის ნოემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დანაშაულთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 60%-ით, დეკემბერში 40%-ით, იანვარ-თებერვალში ეს არის 19-20%, 19-15%-იანი ზრდა. 12 წელს და 13 წელს თუ კი, 12-13 წლის შესაბამისი თვეები. გარდა ამისა, ყველაზე ბოლო 2 თვის მონაცემი, სადაც ასე ვთქვათ, მაქსიმალურად არის. კლებას ხედავთ, ხო? კლებას ხედავთ, ხო? ძალიან კარგი. თუმცა წინა წელთან შედარებით ზრდა არის. ქურდობა ბინაში შეხვდება. მაგრამ წინა წელს რატომ არ უყურებთ მანდ? 12 წელს მე ვთქვი 12 წელსთან შედარებით, რომ გვაქვს რაღაც გარკვეული მატება. მაგრამ ახლა მიმდინარეობს დაღმასვლა. 11 წელთან არის შედარებული ეს მონაცემები და ეს არის ოფიციალური მონაცემები. ქურდობა ბინაში შეღწევით 2012 მე არ ვიცი მანდ რა მონაცემები გაქვთ. იქნებ დაელო თვის ბოლოს ჩვენ წარმოვადგენთ. მონაცემებია თქვენი უწყების საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებს, იქნება ეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. მესმის გასაგებია. არის ბინაში შეღწევით ქურდობა 152%-ით გაზრდილი 2012 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 2013 წლის იანვარ-თებერვალში და გაზრდილია ძარცვის, ქურდობის, ყაჩაღობის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და რეალიზაციის კომპონენტებში დანაშაული. აი ეს რითია გამოწვეული ეს რომ აგვიხსნათ რამ გამოიწვია ამ დანაშაულების ზრდა აი ამ კომპონენტებში. მადლობა. დიდი მადლობა. იცი რა თქვენ რაც გიკავიათ მე უნდა ვნახო, უნდა გავეცნო. მე არ ვიცი რა მონაცემებს გითხულობთ მანდ. მე გითხარით რომ 2 კვირის თვის ბოლოს ჩვენ გვექნება სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროვება და амის შემდეგ მე გავცემ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. Господин Ираклий, мы хотели бы узнать, во время перемены власти Грузии, да, компактно живущие вот в Кремль-картеле азербайджанских семья была 12 такая вот воровства и изъятые драгоценности. Хотели бы узнать, вот эта драгоценность хотя бы, какова ситуация, вернулся или не вернулся. Второй вопрос у нас такова, что у вас ожидается вот в ближайшее время вот соседним стратегическим вот государству Азербайджан визит и какие вот МВД Грузия и совместно вот МВД Азербайджаном сотрудничествуется. Спасибо. Рачило, ქვემოქართში მოხდარ ქურდობის ფაქტებს. ყველა ეს ქურდობა რომელიც იქნება გახსნილი და ის ნაკურდალი იქნება იქნა ამოღებული, რა თქმა უნდა დაუბრუნდება ნივთების მეპატრონეებს. რა თქმა უნდა მოხდება ამ ნივთების ნაკურდალი ნივთების დაბრუნება. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას. მე უახლოეს პერიოდში უბრალოდ არ ვიცი როდის, მაგრამ გეგმავ ვიზიტს აზერბაიჯანში. მე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შევხვდი ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში, მაშინ როდესაც მე ვიყოფებოდი მინისტერიალზე რომში, ქალაქ რომში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მე ვიცი რომ შეიცვალა მინისტრი და ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად მოწოდებული ვართ რომ მაქსიმალურად ღიად, მეგობრულად, მეზობლურად ვითანამშრომლოთ მათთან. ეს არის ჩვენი განწყობა, ეს არის ჩვენი მთავრობის განწყობა, რომ ჩვენს მოძმე რესპუბლიკასთან, იქნებ ქვეყანასთან, მეზობელთან ვითანამშრომლოთ მაქსიმალურად ჭიდროთ. ბატონო ირაკლი, Forge-ის პრესკლუბში სტუმრობისას ექსპერტმა მამუკ არეშიძემ გააკეთა საკმაოდ ესეთი სკანდალური განცხადება გარკვეული პერიოდის წინ.
მან თქვა, რომ გორში, სადაც ერთ-ერთ შენობაში, სადაც თავის დროზე, ну, ესე ახსნა მან ყოველ შემთხვევაში, სადაც თავის დროზე უნდა განთავსებულიყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, აი იმ შენობაში ხდება ეგრეთ წოდებული ბადრი ბასიშვილის ზონდერების მობილიზება. ახლა ხდება? დიახ, ანუ ეს დღეები იქ იკრიბებიან ეს ადამიანები და გარკვეულწილად მიმდინარეობს მზადება, ну, ესე თქვა, მე გეუბნებით მამუკარიშის სიტყვებს, მიმდინარეობს მზადება 19 აპრილისთვის. თქვენ წეგან ისაუბრეთ 19 აპრილზე, მაგრამ და მან ასევე თქვა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის შეინიშნება მსგავსი მოძრაობები და აი თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, თუ ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება, აი ამასთან დაკავშირებით თქვენი დიდი მადლობა. ჩვენ დავინტერესდებით თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს ბატონ მამუკარიშიძეს, რა თქმა უნდა ჩვენ მას გავესაუბრებით. ბუნებრივად ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას რეგიონებში, ვიცით რა მოძრაობებიც მიმდინარეობს ახლა იქ. სიმართლე გითხრათ, მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი უბრალოდ მოუწოდებენ თავად მხარდამჭერებს, თუ ასეთები კიდევ არიან, არსებობენ, რომ იქნებ ჩამოვიდნენ თბილისში და დაესწრონ 19 აპრილის აქციას. ჩვენ რა თქმა უნდა, უზრუნველყოფას გავუკეთებთ, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული 19 აპრილისთვის, ჩვენ დავიცავთ აქციის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩვენ დავიცავთ წესრიგს. მნიშვნელობა რა აქვს ჩვენთვის, ვინ გამართავს აქციას. მათ აქვთ უფლება, ბუნებრივია, ეს არის კონსტიტუციური უფლება, რომ მათ ჩაატარონ მსგავს ტიპის შეკრება ქუჩაში. რუსთაველის გამზირზე. და კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება. თქვენ მართალია ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრჯერ გისაუბრიათ, მაგრამ თენგის გუნავას საქმე არის ის საქმე, რომელზეც ყველაზე ისეთი დიდი კითხვები არსებობს თქვენი უწყების მიმართ და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით, ვინც მის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. იმ პოლიციის თანამშრომლების მიმართ ამ ღონისძიებები თუ არის გატარებული, ან თუ დაწყებული ამ საქმეზე გამოძიება ინფორმაცია. თქვენ ახლა ალბათ ინფორმირებული. მე როგორც კი ასე ვთქვათ, დაიწყო მithმა მოთქვა საუბარი, რომ გუნავას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი დაალევეს და ამ შემდეგ ის რომ ეს საქმე გადაეცა პროკურატურას, პროკურატურამ გადასცა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომ მას დაიწყო გამოძიება, გამოძიების დასკვნის დეტალები გახდა ცნობილი თქვენთვის, მათ შორის ალბათ იმდენი მაქვს. პარალელურ რეჟიმში მე იმის გამო რომ იმისაც რომ დავრწმუნებული იყავი, რომ რაიმე გადასტომას, რაიმე უსამართლობას არ ქონდა ადგილი. მე დავავალე ჩემს გენერალურ ინსპექციას, რომ შიდა მოკვლევა ჩაეტარებინა, მოკვლევის შედეგად უბრალოდ ჩვენ ვერ დავამტკიცეთ, იგივე დასკვნა აქვს მაგალითად იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, არ დადასტურდა, რომ მას ნამდვილად ჩაუდეს იარაღი. ჩადების, ასე ვთქვათ, ფაქტის დადასტურება გახდა შეუძლებელი. მე ამას საუბრობ გენერალურ ინსპექციის დასკვნის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს. მე როგორც გითხარით, შიდა მოკვლევა ჩავატარეთ, გამოიკვეთა რომ 5-6 პირი, რომელიც მონაწილეობდა გუნავას დაკავების დროს, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ გადასტომებს, პროცედურულ ნორმების დარღვევას და მეცნიერით დავითხოვეს სამინისტროდან. და მათთან ერთად მე-6 პირი, რომელიც ხო უშუალოდ ჩართული, რომელიც იმ ჯგუფს იმ მომენტისთვის ხელმძღვანელობდა, მე-6 პიროვნებას მე დავითხოვე სამინისტროდან. ეს არის ჩემი რეაგირება. თქვენ გაინტერესებთ ახლა როგორ რეაგირებს აკეთებდნენ მაგალითად წინა არა ჩვენ ეს ვიცით და ამიტომ სხვა მეტი რა უნდა გამეკეთებინა. თქვენ მითხარით მაშინ. მე გავაკეთე ის, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. და მე შემიძლია უბრალოდ ანალოგიები მოგიყვანოთ, როგორ იმიტირებულ რეაგირებას აკეთებდნენ ჩემი წინამორბედები, მაგალითად ცნობილი 26 მაისის ცნობილი დარბევების შემდეგ ამას დაკავშირებით სხვა შორის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. გაშვებული სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლები დააბრუნეს რამდენიმე დღით ერთვის ხელფასი გამოუწერეს და გაყარეს ხელმეორედ იმის გამო რომ მათ გადამეტებული ძალა გამოიჩინეს თურმე 26 მაისს. აი ასეთი იმიტირებული რეაგირება მოყვა 26 მაისის დარბევებს. სისხლიან დარბევებს ხოთა შორის. და მე გავაკეთე შემდეგ რეაგირება. 6 თანამშრომელი გაუშვი იმის გამო რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ და პროცესუალურ დარღვევებს. და გახადეს სალაპარაკო და დაიწყეს ატეხის ამხელა აჟიოტაჟი, რომ მას ჩაუდეს, არ ჩაუდეს. იმის გამო რომ მოხსნილიყო ეს კითხვები, მე ბუნებრივია მე მქონდა შინაგანი, ასე ვთქვათ, დისკომფორტი, რომ იქ რაღაც კითხვები არსებობდა, ამის გამო ჩავატარებინე დამოუკიდებელი შიდა მოკვლევა
რომლის შედეგადაც გამოიკვეთა ხსენებული დარღვევები. და არ დადასტურდა, რომ მას ნამდვილად ჩაუდეს იარაღი. ამის დადასტურება გახდა შეუძლებელი. და ეს დაფიქსირებული არის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაში. დიდი მადლობა. მადლობა. გამარჯობა ტელეკომპანია. კიდევ ერთი გახსენებ თუ შეიძლება. კიდევ ერთი იმიტირებული რეაგირება. თქვენ გახსოვთ ალბათ გირგვიანის შემდეგ, გირგვიანის ყველობის შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსანი გადააყენეს მე გულისხმობ ვასილ სანოძეს ასევე დატა ახალაიას სამწუხაროა რომ აღმოვაჩინეთ ისინი რეალურად კვლავაც ასრულებდნენ მათზე დაგისრებულ მოვალეობებს. აი ასეთი იმიტირებული რეაგირებები მოყვა ამ ორ საზარელ შემთხვევას. იყო ეს გირგვიანის ყოლობა, იყო 26 მაისი. ადამიანები გააყრილი თანამშრომლები მოიყვანეს ხელმეორედ, გააფორმეს და ისევ გაუშვეს. 2010 წელს გორში ქალაქის ცენტრში ხალხის თვალწინ პოლიციის ორმა თანამშრომელმა თორცდები ფიზიკურად გაუსწორდნენ ისინი ჩვენ ტელევიზიის გენერალურ დირექტორს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ესე ვთქვათ არანაირი გამოძიება არ მომხდარა, თუმცა არის ესე ვთქვათ დასკვნა რამდენიმე საბუთი, მათ შორის ჰოსპიტალის და სხვა საავადმყოფოების საბუთი. თუ აპირებთ საქმის შესწავლას და აღსანიშნავია ისიც რომ ეს ადამიანები კვლავ რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე, თუ აპირებთ ამ საკითხის დაინტერესებას და გამოძიებას. კი, დავინტერესდებით ჩვენ. მე უბრალოდ კითხვა მაქვს. მიმართეთ მთავარ პროკურატურას. შეიტანეთ მიმართეს. შეიტანეთ, ხო? დიახ. მოვიკითხავ მაქსიმუმ, მაგრამ იქნებ მიმართოთ იგივე შეკითხვით. მთავარ პროკურორს. და მეორე კითხვა თუ შეიძლება, თქვენი მინისტრობის თქვენი მინისტრობის პერიოდში ასე ვთქვათ, ჩხეკა წარმოეს პოლიციელებმა და მათ არ ჰქონდათ ჩხეკის ორდერი. აღსანიშნავია გორში. ანუ ჩვენში და ქართლის მოწყობილ დანოთა. კონკრეტული ფაქტი დამისახელეთ, იმიტომ რომ გამიჭირდება რაიმე პასუხი გაქცეთ. თორცდები ეს გამგეობის ერთ-ერთი უпроსტად გუბერნატორის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომლის სახლში ღამეა წარმოეს მათ ჩხეკვა, სამცხაურით სახელი არ მახსოვს იმ ადამიანის, სადაც აცხადებდა თვითონ ესე ვთქვათ, ეს ადამიანი რომ არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ, ჩვენთვის კი და მათგან ესე ვთქვათ ინფორმაცია ვერ მივიღეთ საბამბო და თუ არა ბრალდება სიმართლე. შეგვიძლია ეს ამოვუწიოთ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით იქ ყველაფერი წესრიგში იყო. ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი ჩატარებული ჩხრეკა. შეგვიძლია გადავამოწმოთ და იქნებ მიაძულოთ შემდეგ ინფორმაცია. ბატონო ირაკლი, ვრცელდება პრესის საშუალებით ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ათავისუფლებთ ძველ კადრებს და ასაქმებთ სტუდენტებს მათ ადგილას. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია? გასაგებია. არ მე ეს არ მიგულისხმე, მე ვთქვი რომ ჩემი სურვილია რომ მოვიზიდო სამინისტროში ნიჭიერი სტუდენტები, წარჩინებული სტუდენტები, ბაკალავრის დიპლომით ან მაგისტრანტები და მათ მივცე შანსი, საშუალება რომ დაიწყონ მუშაობა ჩვენ სამინისტროში და გამოავლინონ მათი უნარჩვევები, გვაჩვენონ პოტენციალი, რესურსების რეალიზება მოახდინონ. მე არ გულისხმობ რომ ძველ თანამშრომლებს გავუშვებ და მათ ადგილას მოვიყვან გამოუცდელ სტუდენტებს. რა თქმა უნდა, ამას მე არ გულისხმობ. ეს არის პროცესი გრძელვადიანი. მე მინდა რომ მოვიყვანო სტუდენტები, დავაწყებინო მუშაობა სამინისტროში, ისინი გაიზრდებიან, გამოავლენ საკუთარ პოტენციალს, გვაჩვენებენ საკუთარ ნიჭს და ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც ისინი იქნება მზად რომ დაიწყონ რეალურად მუშაობა, მანამდე იქნებ სტაჟირებას გაივლიან, პრაქტიკას გაივლიან. ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტ დავნიშნოთ თუ არა ეს თუ ის სტუდენტი ამა თუ იმ თანამდებობაზე. მადლობთ. სხვათა შორის, რაც შეეხება კადრების გაშვებას, ხშირად მესმის კრიტიკა, რომ თითქოს მე ძალიან ბევრი ადამიანი გავათავისუფლე სამინისტროდან. მე მინდა ძალიან საინტერესო სტატისტიკა წარმოგიდგინოთ. და მე ახლა თქვენ მოგმართავთ კითხვით. თუ რატომ არ ინტერესდებოდით, ბუნებრივია ინფორმაცია თქვენ არ გქონდათ, იმიტომ რომ ვერ გექნებოდა თვინაიდან ჩვენი სამინისტრო იყო იმდენად დახურული, ხოლო ჩენობები იყო გამჭირვალე, დანარჩენი ყველაფერი დახურული იყო და გასაიდუმლოებული. მაგალითისთვის 2010 წელს გაათავისუფლეს 3456 თანამშრომელი. 2011 წელს 3500 თანამშრომელი.
2012 წელს 3400 თანამშრომელი. ასე რომ აქაც უსაფუძვლო ბრალდებებს ვისმენთ ჩემი სამართით, რომ თქოს მე ძალიან ბევრი ადამიანი გავუშვი სამსახურიდან. თუმცა ამ ადამიანს დატოვეს მეგულისხმობ ჩემს პერიოდში დატოვეს სამინისტრო საკუთარი პატაკის საფუძველზე. ჩვენ გამოვაყენეთ მე მგონი ხო 500-მდე დაახლოებით. ჯერ კიდევ გასულ წელს გამოქვეყნდა ეს გასულ წელს ნოემბერ-დეკემბერში აგერ გვაქვს ჩვენი მონაცემები და მანამდე წლის განმავლობაში გათავისუფლდა ანუ 3000 დაახლოებით. და წინა წლებში 3500-3400. მე ორი კითხვა მექნება ბატონო ირაკლი თქვენთან. აი წერან თქვენ ახლა ასეთ რომ ძალიან წარმატებული რეფორმა იყო პატრულის შექმნა, მაგრამ მე მინდა შენი გააფუჭეს. კი ბატონო, მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენ თვითონაც ძალიან კარგად იცით, როგორ იმალებოდა ყველანაირი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში და იგივე ავტოავარიებთან დაკავშირებით. და ახლა თქვენ რამდენად კი ამბობთ, რომ წარმატებული რეფორმა, მაგრამ რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ აბსოლუტურად იყო მაშინ ქუჩიდან მოკრეფილი კადრები. ალბათ ამაშიც დამეთანხმებით. საპატრულო პოლიციაში ვინც მიიღეს, რომლებიც აბსოლუტურად იყვნენ და ორკვირიანი ის გაატარეს სწავლება და ეს ხალხი მიიღეს მისცეს იარაღი და ეს გაუშვეს და აი ხა ამასთან დაკავშირებით მინდა იყო კატასტროფულად მატება ავტოავარიების ძალიან ბევრი და მძიმე შემთხვევიანი ის იყო მძიმე შედეგიანი ავარიები და სრულიად შემთხვევით აი ესე მოვიპოვე პარტიზანულად 2008 წლის 8 თვის ანგარიში სადაც იყო ერთი 8 თვის იმაში 800 კაცი იყო მკვდარი და ეს იყო პირველადი მონაცემი ამის და მეორე და მესამე დღეს ვინ დაიღუპა და აი ამასთან დაკავშირებით მინდა ბატონო ირაკლი თქვენ რას აპირებთ ახლა საპატრულო პოლიციას კი გაძლიერებული ეს ოქმები მაგრამ არ ფიქრობთ რომ იქ უნდა მოხდეს სპეციალიზაცია და უნდა იყოს ვინც უშუალოდ იმუშავებს ზუსტად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე აი ამასთან დაკავშირებით მე კარგი საკითხია კი ბატონო ეს და ეს ერთი ბატონი ვახტანგ ჩემი რედაქტორის უშუალო კითხვა დაგისვათ გუშინ თქვენ რო დაგიბარესო ბატონო ირაკლიო იქ რო ყავით დაბარებული თქვენ როდის აპირებთ ამ ხალხის დაბარებასო იმიტომ რომ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს ჩვენ რომ ეს ყველა არის თქვენ უწყებაში დასაბარებელიო არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ მე მაგრამ აი ამასთან დაკავშირებითაც მადლობთ პირველი საკითხი ძალიან საინტერესოა მართლაც მე აღმოჩნე რომ მე უბრალოდ მე ვთქვი რომ იდეა პატრულის შექმნის იდეა იყო ძალიან კარგი და ძალიან სწორი ჩვენ კადრებზე ვისაუბრეთ წინა შეკითხვაზე კადრებზე ვისაუბრეთ რამდენი თანამშრომელი გაუშვეს წინა ხელისუფლების დროს შეახსენებთ რომ დაახლოებით 30000 თანამშრომელი გაუშვეს მოსვლისთანავე 30000 თანამშრომელი გაუშვეს მოსვლისთანავე თქვენ გჯერათ ახლა 30000 თანამშრომელი იყო კორუმპირებული და ყველა იყო დამნაშავე ნამდვილად არ ვჯერა ანუ მათგანაც შეიძლებოდა ამორჩევა ნორმალური ადამიანების ისე როგორც მე მოვედი თქვენ წარმოვიდგინეთ რომ მე რომ გამეშვა ახლა 40000 თანამშრომელი და მომეყვანა მათ ადგილას არაპროფესიონალი გამოუცდელი კადრები ანუ ამ ნაწილში რა თქმა უნდა გითანხმებით მაგრამ პატრულის შექმნის იდეა იყო ძალიან სწორი და ძალიან კარგი კი ბატონო ამი ამას გულისხმობდი მათი გადამზადების კურსები არ არის დამაკმაყოფილებელი რა თქმა უნდა მე იგივე ხა აკადემიაში ჩვენ ჩავიხედეთ პოლიციის აკადემიაში მანამდე არსებული სასწავლო პროგრამები და კურსები იყო უსუსური აბსოლუტურად არ იყო საკმარისი უბრალოდ სიტყვა საკმარისიც კი არასწორია იმდენად მიზერული იყო მათი იმდენად უსუსური იყო მათი მოსდების ასე ვთქვათ ეს კურსები შემუშავებული რომ აი სწორედ ამის გამოძახილია თქვენს მიერ მოყვანილი სტატისტიკა ავტოავარიები იგივე სხვა ადგილი ქონდა პატრულის მიერ თვით ჭრილობების მიყენებას რა თქმა უნდა შემთხვევით იმიტომ რომ იარაღის ხმარება არის და ისე ჩვენ გეგმავთ მე წინათვეს პატრულის თანამშრომლები გავაგზავნე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გეგმავთ ძალიან სერიოზულ ტრენინგებს პატრულის თანამშრომლების იქნება ეს იარაღის მომზადება თუ სხვა ასე რომ მიმართულებით მუშაობა რა თქმა უნდა გასაგრძელებელია მიუხედავად იმისა რომ დღეს მომუშავე პატრულის თანამშრომელთა უმრავლესობა არიან პროფესიონალები, კარგი პროფესიონალები არიან. მათაც ჭირდებათ მუდმივი გადამზადება. ყველა ჭირდება გაზრდა და მუდმივი სწავლება. ეს არის შეუჩერებელი და უწყვეტი პროცესი. და მე ამას გიდასტურებთ, ამას გეგმავ ჩვენ გაზაფხულიდან ვიწყებთ ჩვენ პატრულების მომზადებას. იარაღის ასე ვთქვათ, საცეცხლი მომზადებას, რომაც ისინი კარგად და სრულყოფილად ფლობდნენ იარაღს.
და სხვა ასე ვთქვათ უნარჩვევების გაუმჯობესებას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საგზაო მოძრაობა კი ბატონო, ამას დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი სტრატეგია. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა. საგზაო მოძრაობის წესთან დაკავშირებით ჩვენ სტრატეგიაში შეგვერთი ეგზემპლარი გაატანეთ. შემდეგ ერთ-ერთი დიდი ყურადღება დავუთმეთ საგზაო მოძრაობას. მარტო ღვედზე არ რა თქმა უნდა არის. ამ მართულებით ჩვენ გეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს. რა შეიძლება თქვენს მეორე შეკითხვას? თუ რჩევას, რომ ისინი აქეთ არიან დასაბარებელი და როდის აპირებ დაბარებას? ძალიან რთული შეკითხვაა. მე არ მინდა უბრალოდ რომ იტყვიან რომ ისევ რაღაც სპორტიულ განცხადებს ვაკეთებ, რაღაც პრეზუმპციას ვარღვევ და ამ შემდეგ. ამას რო გვაჩვენებს პროკურატურა გამოიძიებს, რა თქმა უნდა, მათ საქმეებს და თუ გამოიკვეთა რომ მნიშვნელობა რა აქვს, ვინ იქნება ეს დეპუტატი თუ სხვა, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომ მათ აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, ყველა ეს ადამიანი დაიშება კანონის თვალსაზრისით. მოგესალმებით, მირანდა ჭარხელაშვილი, საინფორმაციო სააგენტო GeoNews-ი. მე მინდა შევეხო წინამთავრობის პერიოდში დაწყებულ გამოძიებებს, კონკრეტულად პრემიერის ზურაბ ჟვანიას ხარდაცვალების საკითხს. გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქმეში არის ახალი გარემოებები აღმოჩენილი და ძალიან მალე იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის თუ რა მოხდა რეალურად. რა ეტაპზე ამჟამად გამოძიება თქვენი ინფორმაციით? იქნება ეს კითხვა გადაამისამართოთ პროკურატურაში. მე ნამდვილად არ ვიცი. ვერ გიპასუხებთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს ახლა. გუშინ საპარლამენტო უმცირესობამ დაიწყეს საუბარი, ჩემი კრიტიკა, რომ აი ქვეყანაში გაზრდილი არის დანაშაული, ეს რაღაცები ხდება. გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მოხდა მკვლელობა. ტაქსის მზღულის მკვლელობა მოხდა გუშინ. ახლა მომაწოდებს ინფორმაცია, რომ ყველი არის დაკავებული. მკვლელობა არის გახსნილი და ეჭვმიტანი არის დაკავებული. ბატონო ირაკლი, მე წარმოვადგენ კახეთის რეგიონს და მინდა გითხრათ, რომ წეხან თქვენ რო აღნიშნეთ, მადლობა რომ გადაუხადეთ საპატრულო პოლიციას, ამის თაობაზე მინდა გითხოთ და მოკლედ კონკრეტულად მინდა აღნიშნო, რომ ლაგოდეხში არ არის საპატრულო პოლიცია. ანუ თელავიდან ჩამოდის თვეში ერთხელ, დაარტყავს ერთ წრეს და ისე უკან მიდის. შედეგი რა არის? შედეგი ის არის, რომ ძალიან ბევრი სტატისტიკურად ავარიები არ მუშაობს არც ერთი შუქნიშანი გზაჯვარედინებზე, სადაც მდებარეობს სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და ასე შემდეგ. და კატასტროფული მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით და მეორე კითხვაც ამაქვს, მოახდენთ თუ არა კახეთის რეგიონში საკადრო ცვლილებებს? კონკრეტულად ყველა რაიონში. მე არ გეგმავ საკადრო ცვლილებებს კახეთის რეგიონში. ძალიან კარგად მუშაობენ. არა მხოლოდ კახეთში, არამედ სხვა რეგიონებში კარგად მუშაობენ პოლიციის უფროსები. ვინც არ მომწონდა ისინი შევცვალე. სამხარეს უფროსები და სხვა პოლიციის უფროსები გადავაადგილეთ, შევცვალეთ. რა შეიძლება თქვენს პირველ შეკითხვას? პრობლემა იყო შემდეგი. იგივე თბილისშიც არ იყო საკმარისი რაოდენობით არ პატრულებდნენ საკმარისი რაოდენობით პატრულის ეკიპაჟები. სწორედ ამის გამო ჩვენ დავიწყეთ დამატება, ჯერ ქალაქში დავამატეთ, გავზარდეთ საპატრულო ეკიპაჟი. ნაცვლად 16-ზე გახდა 111, კახეთშიც დავამატეთ რამდენიმე, სამეგრელოში დავამატეთ და გვინდა რომ ყველა რეგიონში დავამატოთ საპატრულო ეკიპაჟები. ასე რომ გვირდებით რომ ლაგოდეხშიც აუცილებლად დავამატებ, ძალიან მალე მოხდება ეს. ვინაიდან სასაზღვრო რაიონია და გაზაფხულამდე მაისის ბოლომდე ჩვენ გეგმავთ რომ სრულად მოვიცვათ. რაიონია ბატონო ირაკლი და ინტენსიური მოძრაობაა თურქეთის მანქანები და ასე შემდეგ. ცოტა სიწყნარე რომ დავიცვათ. შემდეგი გურიანი მაისის ბოლომდე აუცილებლად მოხდება ყველა რეგიონის მოცვა სრულად. Батон Иракли, вот последнее время вы в вашем интервью тоже неоднократно сказали, что используете, как сказать, в кадрах, азербайджанских кадрах. Как сейчас, каково положение, вот, или имеется возможность работать в полиции азербайджанских кадров? Спасибо. რა შეიძლება ეთნიკურად აზერბაიჯანელების დასაქმებას პოლიციაში? ქვემო ქართლში განსაკუთრებით. Где компактно проживает Азербайджан? რა თქმა უნდა. ამ მართლობრივ ჩვენ მუშაობთ, ვარჩევთ კადრებს აზერბაიჯანელებს,
მაგრამ მარნეულის პოლიციის უფროს მოადგილე არის ძალიან კარგი აზერბაიჯანელი გვარად ისმაილოვი. ძალიან კარგი პროფესიონალი არის. ის არის მარნეულის პოლიციის უფროს მოადგილე. ჩვენ ასევე დავასაქმეთ, ზუსტად ის მონაცემები არ მაქვს ახლა უბრალოდ. შეგვიძლია მოგაწოდოთ თუ რამდენი დავამატეთ აზერბაიჯანელი ჩემი მინისტრად დანიშნვის შემდეგ. ამ მართლობას ჩვენ ვაგრძელებთ და განსაკუთრებით ეს რეგიონში როგორც არის ქვემო ქართლი, ჩვენ სულ კიდევ უფრო მეტი აზერბაიჯანელი დავასაქმოთ პოლიციაში. ამას პირდებით რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მართლობებით. Мадлоб. Потом Ираклий. Еще один такой интересный вопрос. Да, монацемებს გადმოგცემთ ნინო ამოწევს და ნინო გამოგზავნეთ ჩემს. Через 2 дня начинается и в мире, и Азербайджана, и в том числе в Грузии праздник азербайджанцев Новруз Байрама. Вот об этом что вы скажете? Ваш. დიდი მადლობა. მე წინასწარ მოგილოცავთ ყველა აზერბაიჯანის მიულოცავ და მევესწრები რომ ჩამოვიდე და პირადად მოგილოცოთ ქვემო ქართლში. И вы не сказали ваш визит в Азербайджан. Если можно. ჯერ არ ვიცი ვიზიტი როდის შედგება. უახლოს მომავალში მე ვგეგმავ ჩამოვიდე აზერბაიჯანში. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური ექსპერტიზის სამმართველოდან 2006-2007 წლებში ყველა წამყვანი კადრი გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ რომ მათ არ შეასრულეს გარკვეული შეკვეთები და დავალებები. დღეს ძალიან ბევრი ისეთი კადრი რჩება, რომელსაც ძალიან სერიოზულ დაღუპვებში ადანაშაულებდნენ და ეს ჩანდა სასამართლო პროცესზე და ამის შესახებ დეპუტატმა ქალბატონმა მანენა კობახიძემაც და შალვა შავგულიძემაც კარგად იცოდა შეგეძლიათ ეს კონკრეტული ფაქტები ამ კონკრეტულ ადამიანებზე მათთანაც იკითხოთ. ჩემი კითხვაში მდგომარეობის შემდეგში რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამ ადამიანებს ანდოთ ისეთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების შესწავლა, როგორც არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ბედი და აქვე ვიზ გულისხმობ ქალბატონ ეთერ კუნელაშვილს და ბატონ გიორგი ხიზანიშვილს, რომელთა დასკვნის საფუძველზე 2011 წელს ნარკოტრაფიკის საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ ჯგუფს საკმაოდ სერიოზული ბრალდება ჰქონდა. ერთ-ერთ მათგანს საერთოდ თავისუფლების სამუდამო აღკვეთა მიუშადეს, ერთ-ერთს 21 წელი, მეორეს 27 წელი, მესამეს 30 წელიწადი, ასე რომ მათ საკმაოდ მათი დასკვნა. და ასევე კითხვას მდგომარეობის შემდეგში გუშინ ჩვენთან ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე აიძულებდნენ გადაერიცხათ თანხები და ერთ-ერთი ადამიანი კონკრეტული პირი დაასახელა და ეს არის დღეს თქვენი თანამშრომელი ზაზა მალუძე და თქვენი თანამშრომელი როა ქალბატონმა ნინო გუშინ ჩვენ გავაკეთეთ მასალა და დაადასტურა და თქვენი აქ ძველ კადრებთან დაკავშირებით გააკეთეთ კონკრეტული განმარტება და რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აი ასეთი კადრებთან ერთად შინაგან სამინისტროში მუშაობა და თუ დაადასტურა თქვენი კონკრეტული თანამშრომლების მიმართ კონკრეტული დანაშაულის ანუ აიძულებდნენ რას? და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე გადაერიცხათ თანხა. გავიგე. უნდა შევისწავლოთ კონკრეტულად ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ახლა გამიჭირდება ზეპირად გითხრათ, რომ თუ რა რეაგირება მოახდენ. უნდა ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ ესა თუ ის ფაქტი. მე აუცილებლად შევისწავლოთ წინა ფაქტსაც. და ეთერ კუნელაშვილი არის ექსპერტი, რომელმაც აი ახლა ბოლო აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ექსპერტი. გავიგე, კი ბატონო. აუცილებლად შევისწავლოთ. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ თანამშრომლებს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გუშინდელი მკვლელობის ეჯუბიტანის დაკავების საქმეში, უცვლელი მადლობა გადაუხადო. მართლაც მისწამებელია, რომ გახსნადობის მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ ძალიან მაღალი, ძალიან ეფექტურად მუშაობს პოლიცია დღეს და მიუხედავად აბსოლუტურად უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებებისა, რომ პოლიცია არის უმოქმედო, ეს არის ტყუილი. ჩვენ ამას არათუ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედებით ვადასტურებთ. ბატონო ირაკლი, თქვენ არაერთხელ ბრძანეთ სხვადასხვა შეხვედრებზე, რომ საქართველოს პოლიციაში დღეს 44,000 ადამიანი მსახურობს. 15 წლის წინ ისიც ბევრი იყო ჩემის აზრით, მაგრამ მინიმუმ 35,000 კახათ არგამაძის დროს მსახურობდა. თავარია პროფესიონალიზმი, ხომ? თქვენის აზრით, რამდენი პროფესიონალი, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია პროფესიონალების აღზრდა, მაგრამ რამდენი პროფესიონალი პოლიციელი, მინისტრიდან დაწყებული, რიგითი დამთავრებული ეყოფა საქართველოს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. ძალიან რთული შეკითხვაა. სიმართლე გითხრათ არ შემისწავლია და მაგის ანალიზი არ გამეკეთებია, მაგის უბრალოდ
საკმაოდ რთული ახლა ისე თქვენ როგორ თქვით ეს 44000 ბევრია თუ ცოტაა? მე ვფიქრობ რომ ახლა არ არის ბევრი. არ არის ბევრი. არ ამგონია ბევრი იყოს. გამიჭირდება რაიმე კონკრეტული პასუხი გაქცეთ. მე მაგის ანალიზის გარეშე უბრალოდ გამიჭირდება რაიმე პასუხი გითხრათ. უნდა გავანალიზოთ, რამდენად საკმარისია, იქნებ შეიძლება დამატება საჭირო. მე აი ამის პასუხის გაცემა მიჭირს. გვადლობდე ერთი შეკითხვაც. გუშინელი შეხვედრა პარლამენტში თქვენი კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ ნაციონალები უკან დახევას არ აპირებენ. ამ 44000 პოლიციელიდან ნაციონალების დროს დანიშნული კადრები თქვენ იმათ რომ უფრთხილდებით, ეს ძალიან კარგია. მაგრამ გააჩნია პერსპექტივაში ეს რა შედეგს გამოიღებს. დაახლოებით რამდენია დღევანდელ პოლიციაში იმ დროს დანიშნული სამართალდამცავი? ძალიან ბევრი მუშაობდა და მუშაობდნენ ისინი წინა ხელისუფლების დროს, მუშაობენ დღესაც. მაგრამ დაახლოებით მე შემიძლია გითხრათ რომ არც ერთი ძალიან გამიჭირდება რა მაგალითად მოგიყვანოთ რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ისიც ნაციონალი პოლიციის თანამშრომლები, ხელმძღვანელი თანამშრომლები მყავდნენ. მყავდეს დღეს სამინისტროში. ხელმძღვანელი თანამდებობებზე არათუ ნაციონალურ უბრალოდ უკიდურესად პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები არ მუშაობენ დღეს სამინისტროში. მე რისკებს შეგნით ვერ ვხედავ აბსოლუტურად. მე მესმის საზოგადოებიდან წუხილი იმის თაობაზე რომ რაღაც საბოტაჟი არ მოაწყონ და შემდეგ მე გასაგებია რომ ნერვიულობენ. მაგრამ მე გარწმუნებთ რომ არავითარი საშიშროება არ გვაქვს ჩვენ სამინისტროში. როგორც შეგნით ასევე გარეთ ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვერავინ ვერც პროვოკაციას მოაწყობს, ვერც საბოტაჟს. და თუ ვინმეს ექნება მცდელობა, ის ძალიან სამაგარითო და ძალიან მკაცრად დაიშჩება. აი ეს არის ჩემი პასუხი. დიდი მადლობა და შენიშნებით რომ ისინი არ აპირებენ დახევას, მე ვფიქრობ რომ მათი მცდელობა ისინი უბრალოდ მათ სხვა გზა არ დარჩათ რომ თავის მართლების რეჟიმში არიან გადასულები, გვაბრალებენ ჩვენ ყველაფერს. მე აღარ მინდა იგივე პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო. მინდა რომ შემოვიფრთხილოთ ჩვენი სამინისტროს. გასაგებია და ბარემ ერთი ჩემთვის თავარი შეკითხვა და არა მარტო ჩემთვის. დაუშვათ არაადეკვატურმა სააკაშვილმა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ამის დრო აქვს მას, პარლამენტიდან მთავრობა დაითხოვა თუ როგორც არის ერთი სიტყვით, რაც აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. და ამ სამოქალაქო დაპირისპირების დროს ღმერთმა ნუქნას დაუშვათ ასეთი რამ მოხდა. თქვენ და თქვენი პოლიცია საზოგადოების და ხალხის მხარეს დადგებით თუ მხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავთ? დიდი მადლობა. ხმები მის თაობაზე რომ მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება. მე მიმაჩნია ესაც არის გაზვიადებული აბსოლუტურად, არის უსაფუძვლო. ამ ხმებსაც ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ანუ მე ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციას ავრცელებენ, რომ გარდაუვალია სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ მოვისმენთ ყოფილი მაღალმთამამების პირების განცხადებები, რომ მოსალოდნელ გარდაუვალია სამოქალაქო დაპირისპირება. არავითარ სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება ქვეყანაში. ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, ჩვენ ამის გარანტი ვართ და ვიქნებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში ჩვენ ვმართავთ სიტუაციას, ვაკონტროლებთ სრულად და ჩვენ არ დაუშვებთ არავითარ დაპირისპირებას. იქნება ეს მით უმეტეს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს არის გამორიცხული. ეს არის ჩემი პასუხი. და მე ვთვლი რომ ბატონი პრეზიდენტი მე ასე მიმაჩნია, ჩემი ანალიზით რაც უყურებ, ის არ დაითხოვს მთავრობას, მან ეს ზიად განაცხადა უკვე. და მერთმაქნას როგორც სიტყვია. და მე ვფიქრობ რომ საპარლამენტო უმცირესობაც დაიკავებს ასე ვთქვათ სწორ ადგილს და მიმაჩნია რომ ისინიც მხარს დაუჭერენ იგივე იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, ჩვენს მთავრობას, რომლის ინიციატივაც მოახდინა საპარლამენტო უმრავლესობამ. ამით მე ვფიქრობ რომ ყველა ეს ხმები და ყველა ეს ჭორები მოიხსნება და საზოგადოება დამშვიდდება. ჩვენ გვჭირდება ახლა სტაბილურობა, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, ჩვენ გვჭირდება შვიდობა. იმისაც რომ რეალურად განვითარდეს ქვეყანა, რეალურად განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში და ერთხელ სამუდამოდ ჩვენ გვყავდეს ხალხზე ორიენტირებული მთავრობა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ასე რომ ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ჩვენ არ ვფიქრობთ დაპირისპირება, ჩვენ მართულებით ვაკონტროლებთ სიტუაციას და კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს ექნება რაიმე აზრი ან რაიმე სურვილი ან მცდელობა, რაიმე პროვოკაციის მოწყობის, ისინი ძალიან სამაგალითო, ძალიან მკაცრად დაიშჩება. აი ეს არის ჩემი პასუხი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიცია ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებულ ბრალდებულებს, ესენი არიან იგივე დავით ჯოხაძე, ირაკლი აგლაძე, მათი ადგილსამყოფელი არის ცნობილი პოლიციისთვის, თუმცა ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან. და შემდეგი კიდევ მინდა გითხრათ, რომ ტარყაშვილის მშობლებმა თქვენს სახელზე შემოიტანეს მომართვა, სადაც ითხოვენ, ანუ განცხადების ფორმით, თქვენთან შეხვედრას. რამდენად შეხვდებით, თუ მოგიხერხდებათ მათ მშობლებთან შეხვედრა და მინდა გითხოთ, ანუ რამდენად ფლობთ ამ საქმესთან კავშირებით ინფორმაცია და რამდენად ცნობილია ის დეტალები, რომლებმაც შემს კითხვაში გაიჟღერა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორც თქვენ უფრო გაქვთ ინფორმაცია ამ საკავშირებით, მე მოვიძიებ, აუცილებლად გავარკვევ. დეტალებს და შემდეგ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მიმართოთ ნინო გიორგობიანს და ნინო გადმოგცემთ ინფორმაციას. რაც შეეხება ანუ განცხადებას, რომლითაც მათ მოგმართეს, დაკმაყოფილდება თუ არა? არ უნდა ვნახო განცხადებას, მე არ მინახავს, არ ვიცი, უნდა ვნახო განცხადებას და გავაწყვეტავ, შევხვდები თუ არა. ანუ საქმის დეტალები თქვენთვის ცნობილი არ არის. დეტალები არ ვიცი. თქვენ ბრძანეთ ბატონო ირაკლი, რომ აი კადრები, რომლებიც მუშაობენ დღეს სამინისტროში, აი ბევრი იყო იძულებული, რომ შეესრულებია ის დაკვეთა, რასაც მას აძლევდნენ და ადამიანურად ეს არის თქვენთვის გასაგები. ნუ ჩემთვის გასაგებია, რომ თქვენთვის ეს არის გასაგები, ჩვენთვის ახლა ცოტა ძნელია ამის გაგება, მაგრამ მე მინდა დაგისვათ კითხვა იმ ადამიანებზე, რომლებიც არ ასრულებდნენ ამ დავალებას, შეეწირენ იმას, რომ არ შეასრულეს ეს დავალება, მთელი 9 წლის განმავლობაში დარჩნენ უმუშევრად, მათ აწყავდათ ოჯახები და არაერთხელ გახდნენ იმის გამო, რომ ამ დავალებებს არ ასრულებდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლიც კი და აი ასეთი ადამიანებისთვის თუ არსებობს რაიმე პროგრამა თქვენ სამინისტროში და რა ვიცი, მე მგონია, რომ უფრო ასეთი ადამიანები უნდა იქნეს წახალისებული, ვიდრე ისინი, ვინც ასრულებდნენ. თუმცა ჩემთვის გასაგებია ისიც, რომ დიდი მადლობა. მე ვიგულისხმე, რომ ის ადამიანი, რომელსაც უწევდათ სამწუხაროდ პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და მე არ მიგულისხმეა, რომ მათ რაღაც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაედინათ. მძიმე დანაშაული ჩამდენი პირები არ უნდა მუშაობდნენ, რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით სამინისტროში და ისინი არც იმუშავებენ. მე თუ აღმოვაჩენ რომელიმე ადამიანს რამე ძალიან მძიმე პოლიტიკური დაკვეთის შესრულება მოუწია, ასე ვთქვათ, უპატიებელი და მცირე განსხვავებული ძალიან მიტინგის დარბევა მაქვს მხედველობაში, მაგალითად იყო ხალხი, რომელმაც დაარბია მიტინგი და იყო ხალხი, რომელიც ამის გამო საპასუხისმგებლოს. კი ბატონო. ჩვენც უფრო საინტერესოა გავარკვიოთ, თუ ამგვარად ვინ გასცა ბრძანება, ვინ იყო მიტინგის დარბევის ბრძანების გამცემი. ჩვენ დაკვეთების ავტორები პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ და დავსაჯოთ. და ამის შემდეგ ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ ამა თუ იმ პირის უფლება მოსილების საკითხები. დავადგინოთ რეალურად მათ თუ რამდენად უხეშად გადაამეტეს უფლება მოსილებას ან ბოროტად იცარგებლეს მათი უფლება მოსილებით. ძალიან სენსიტიური საკითხია, რთული საკითხია ეს პირად, მე აბსოლუტურად გპასუხობთ. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენ ვერ გავუშვებთ სამინისტროს და ვერ გავუშვებთ და არ გავუშვებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენ გავურკვევთ პროფესიონალებს და მათაც უნდა მივცეთ შანსი, რომ გამოისყიდონ მათ მიერ ჩადენილი, წარსულში ჩადენილი დანაშაული. მე აქ საუბარი მაქვს სუბუქ გადაცდომებზე. რაც გამოწვეული იყო თუნდაც პოლიტიკური დაკვეთების შესრულების დროს. შემდეგი სპეკულაციების თავიდან ასაიდეოთ, რომ მინდა დავაზუსტო ერთი ინფორმაცია. თქვენ თქვით, რომ სამინისტროს თანამშრომლების ნაწილმა მიცა ქართულ ოცნებას ხმა. ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? თუ უბრალოდ ასადმე გაქვთ, უბრალოდ გითხრეს საუბარში. ინფორმაციის მოპოვება ჩვენთვის არ იქნებოდა პრობლემა. ფარული კენჭისყრა არის არჩევნებზე. კი, მაგრამ თვითონ სამინისტროდან და საერთოდ ზოგადად შიგნიდან სამინისტროდან გვაქვს ჩვენი ის ინფორმაცია, რომ უმეტესობა თითო დანაყოფს ჩვენ ხო ვიცით ხა რა სიტუაცია იყო და გვაქვს ინფორმაცია რომ კი რა თქმა უნდა ხო ეს მაინტერესებს რა თქმა უნდა ბარა წეგან თემა მოიტანა ამ თემას
ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს 3 მინისტრის დათხოვნას, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და შესაძლოა იყოს მესამე მინისტრი მაია ფანჯიკიძე. თქვენ წეგან განაცხადეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამას ვერ გაბედავს, მაგრამ წყაროებიდან თუ თქვენ ყავთ ბუნებრივად თქვენი წყაროები, თუ გაგსმენიათ მსგავსი რამ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა და თქვენი პასუხი შინაგან და თავდაცვის მინისტრის თავდაცვის ყოფილი მინისტრის კომენტარზე. ვარაუდის დონეზე თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ იფიქროთ, შეიძლება მეც ვიფიქრო და სხვამაც იფიქროს, რომ მას უბრალოდ ბატონო პრეზიდენტმა მე თვითონ თქვა, თუ გახსოვთ რომ თქვა, რომ მას შეეძლო არ დაენიშნა ძალოვანი მინისტრები, მაგრამ ახსნა თუ რატომ, ასე ვთქვათ, რატომ მოხდა ეს. მე ვფიქრობ, ამაზე ძალიან დიდი ყურადღების დათმობა არ ღირს. ჩვენ მუშაობთ. ყველა ეს მინისტრი, რომელიც ჩამოთვალეთ, ჩვენ მუშაობთ და ჩვენ ვართ მთავრობის წევრი მინისტრები. არ ვიცი დანარჩენი თუ პრეზიდენტი გადაწყვეტავს, რომ გამათავისუფლოს, ამასაც გავიგებთ ძალიან მალე. თუ ამას გადაწყვეტავს. დიდი მადლობა ყველას. კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ აღნიშნული პრესკონფერენცია. მაგრამ ეს უბრალოდ სპეკულაციებია და მე ამას დიდ დროს არ ვხარჯავ და არ ვფიქრობ მას რაღაცებზე. ჩვენ მუშაობთ 20 საათი და ჩვენ ვფიქრობთ პროგრესზე, ვფიქრობთ რეფორმებზე, ვფიქრობთ განვითარებაზე. ჩვენ ვართ ერთიანი მთავრობა, ერთიანი გუნდი, ჩვენ გავემარჯვოთ და ჩვენ აგვირჩია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. და ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. და ჩვენ არ ვართ პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა. მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც ქვია პრემიერ-მინისტრი ბიზინა ივანიშვილის გუნდი. და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომელმაც საშუალება ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მესახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. ეს არის ჩემი პასუხი. მანამ სანამ საჭირო იქნება, მანამ სანამ ხალხს ეკნება სურვილი, მანამ სანამ ამას ჩვენი მთავრობა გადაწყვეტს, სანამ გადაწყვეტავს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრესკონფერენცია ჩატარდა მთავრობის ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის. ჩვენი პრესკონფერენციები ყოველთვის იქნება სისტემატიური ხასიათის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა.